არ მომკლათ ხო. კარგი. დავიწყოთ მოკლედ. ჩვენი დღევანდელი თემა ძალიან გთხოვთ კამერები ჩართული გქონდეთ. ჩვენი დღევანდელი თემა ეხება მოკლედ კონსტანტინოპოლის დაცემას და დავიწყოთ აქედან. ანალიზი ამ შემთხვევაში პირველ რიგში შეეხება, რა თქმა უნდა, ზოგადი მიმოხილვა გვექნება როგორ დავიწყე, როგორ მოვედით ზოგადად აქამდე და მე უკვე გავყვები დანარჩენ დეტალებსაც და ამის მიხედვით გამოვკვეთოთ კონკრეტული ასპექტები, ხო? პირველი ალბათ ყველაფერი იქედან იწყება და უნდა გავიაზროთ, ვინ არიან თურქები, საიდან მოვიდნენ ისინი ანატოლიაში და ეს გახსოვთ თქვენ ზოგადად სელჩუკთა შემოსვლა პირველი როგორ დაიწყო და რანაირად დაიწყო და ამის შემდეგ მათ მიერ ჩამოყალიბებული, მათ მიერ აღებული ბაღდადის სამეფო, რომელიც ასევე გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო სელჩუკთა სახელმწიფო სახით და ეს სახელმწიფო 1055 წლიდან ფაქტობრივად 1258 წლამდე სანამ არ მოხდა უშუალოდ მონღოლების შემოჭრა არსებობდა, ხო? მეტნაკლები სიძლიერით ბოლო წლებში და ბოლო საუკუნეებში განსაკუთრებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სელჩუკებმა დიდი როლი ითამაშეს და აი აქ თქვენ ხედავთ მომთაბარე სელჩუკთა ტერიტორიებს იწყება ჯერ მათი სვლა და გაძლიერება სირდარიისა და ამუდარიის მიდამოებიდან ჩამოსახლება შემდგომ 1040 წელს ბრძოლა ბუხარას პროვინციისთვის, მერე ხორასანში შემოსვლა და მერე 1055 წელს ბაღდათის აღება, ბაღდათი მახშინ გახსოვთ, რომ ომაიანთა და აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქი იყო და მანასკერტი და სხვა შორის ბაღდადი წინაზეც გავიაზრეთ და გავისწავლეთ ეს და შეგახსენეთ, რომ ბაღდადი რად იყო წარმოდგენილი, რად უწოდებდნენ არაბეთის აღმოსავლეთ ნაწილს სამყარო, რომელ სამყაროდ მოიხსენებდნენ ფაქტობრივად, რისი ანალოგი იყო ბაღდადი? რომის, ხო? რომის იდეა. ფაქტობრივად და იქეთ აზიაში, დასავლეთ ევროპაში ეს იყო რომი და აღმოსავლეთში ბაღდადი იყო და ბაღდადი წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრს, რომელზეც გადიოდა თავის მხრივ კონკრეტულად სახელმწიფო სავაჭრო საქარავნო გზები და თავის მხრივ ეს იყო ცენტრი სხვადასხვა იმპერიებისა. აქედან გამომდინარე, ბაღდადი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა სხვათა შორის თუნდაც სელჩუკთა სახელმწიფოს იმ ხაზით ჩამოყალიბებაში, რა ხაზითაც ჩვენ ამ შემთხვევაში ვიცნობთ. ხო, და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა, აი აქ რუკაზე კარგად არის, ეს არის მანასკერტის 1071 წლის ბრძოლა. ამ ბრძოლაში ასევე ვიცით, რომ ბიზანტია დამარცხდა და თითქმის მთელი ანატოლია, რაც კი დამორჩილებული ჰქონდა, დაიკარგა. ანუ გამოვიდა, რომ სელჩუკთა სვლა და თურქების დამკვიდრება იყო პირველი ეტაპი, რომ მომავალში ჩამოყალიბებულიყო უფრო ძლევმოსილი სახელმწიფო, რომელიც ამ შემთხვევაში საშუალებას მოგცემს ჩვენ, რომ დღეს უკვე ვისაუბროთ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არსებული კონსტანტინოპოლის დაცემაზე, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი და ფაქტობრივად ბიზანტიის იმპერიის ცენტრი. ხო, აქედან რამე კითხვა ხო არ გაქვთ? თუ არის რამე კითხვა? კი ბატონო, გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. ვის შემოყვნენ ზოგადად თურქები, რა მიზანი ჰქონდა ამ შემთხვევაში და თურქების შემდგომ იცით, რომ მონღოლთა იმპერია როგორც ასეთი ყალიბდება, სელჩუკთა სახელმწიფო განადგურება 1258 წელს ხდება, დედაქალაქი ბაღდადის აღება და ბაღდადის აღების შემდგომ უკვე ჩვენ ფაქტობრივად გადავდივართ მონღოლთა იმპერიაზე, რომელიც საკმაოდ დიდხანს ცდილობს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონტროლი დაამყაროს ძირეულ ქალაქებზე, სავაჭრო გზებზე. მონღოლთა იმპერიის სამეფო 4 ნაწილად დაიშლება, როგორც ვიცით, და ეს არის პირველი
იუანის იმპერია, დიდი ყაენის ულუსი, ყარაყორუმია მისი ცენტრი, შემდგომი არის ჩაღატას, ილხანთა სახელმწიფო და ოქროს ურდო. ეს არის ჩინგის ხანის შვილებზე დანაწილებული 4 დიდი ტერიტორია და აქედან გამომდინარე მონღოლებიც იყვნენ ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ მონღოლთა მიგრაცია და შემოსვლა ახლო აღმოსავლეთში ასევე ქმნის თუნდაც თურქებისთვის სამომავლოდ ისეთი გამაერთიანებელი პერსპექტივების გაჩენას, რაც აქამდე არ არსებობდა მაგალითად სელჩუკთა სახელმწიფო მართვა გამგებლობაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სელჩუკთა სახელმწიფო ბოლოს იცით, რომ რუმის ანუ იკონიის სასულთნოდ დაიშალა და აქ ეს სახელმწიფო ნაწილი უკვე ჩამოყალიბებული იყო ცალკე ნაწილად, ილდეღიზით აზერბაიჯანის სამეფო იყო და თვითონ ის ბაღდადის ნაწილი ფაქტობრივად, რაც მერე მალიქ შაჰის შვილებზე გადანაწილდა და ისინი გახსოვთ, რომ ერთმანეთს ებრძოდნენ, ხო? აქედან გამომდინარე, ეს სახელმწიფო მთლიანად მონღოლთა იმპერიის შემდგომ მონღოლთა იმპერიის მართვა გამგებლობაში ექცევა და მონღოლები თავის მხრივ ილხანთა სახელმწიფოს აქცევენ მაშინდელი სელჩუკთა იმპერიის ძირითად ბაზაზე ჩამოყალიბდება ეს ილხანთა სახელმწიფო და აქ არის მრავალ ეთნიკური და მრავალ კულტურული საზოგადოება. თურქებიც არიან, მონღოლური წარმოშობით გათურქებული მონღოლებიც არიან, თემურლენგი, რომელიც შემდგომში შემოდის მაგალითად. ქართველები ჩრდილოეთით კავკასიის მიდამოებში, ხო, სომხები, სომხების ნაირგვარობაზე აღარ ვისაუბრებ ახლა და ფაქტობრივად ეს, რა ქვია, კულტურები, მრავალი კულტურები ილხანთა სახელმწიფოში კიდევ ერთხელ გაერთიანდება და ამათ შორის ერთ-ერთი ყველაზე, აი აქაც ილხანთა სახელმწიფო მათ შორის არ არის იქეთ დასავლეთში მცირე აზიისკენ წაწეული როგორც ჩანს და ილხანები ძირითადად ებრძვიან ჰულაგუიანებს ოქროს ურდოს და ეს საბრძოლო არეალი რა თქმა უნდა არის ახლო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია, აქ იყო სიბა გაშენებული კედელი, რომელზეც მაგალითად ქართველებს ევალებოდათ რომ დაეცვათ, ხო, ეს ასე ვთქვათ სამორიგეო კედელი იყო მათი ორთაბრძოლის არეალში ფაქტობრივად. შესაბამისად, ეს მონღოლთა იმპერიის დაშლა შეიძლება ითქვას, რომ შიდა დაპირისპირების შედეგად ჩამოიშალა ეს იმპერია და მერე უკვე თემურლენგი მოდის, რომელსაც საკმაოდ დიდი როლი მიუძღვის და მისი მიზანი იყო მონღოლთა იმპერიის აღდგენა, ოღონდ რაღაცა ჩინგისხანის მემკვიდრეობით ხას თუ გავყვებოდით, ისე უნდოდა როგორც ჩინგისხანის დროს იყო ამ შემთხვევაში. რუმის ანუ იკონიის სასულთნო თურქული ბეილექები ანატოლიაში ასე იქმნება და იკონიის სასულთნოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბეილექი, რომელიც საინტერესო სახასიათოა ფაქტობრივად ამ თვალსაზრისით, სწორედ აქ რომ უნდა შექმნილიყო ზუსტად თურქული ოსმალური სახელმწიფო მაინც და არა მაგალითად ბაღდადის მიდამოებში, იმიტომ რომ ეს ნაწილი ყველაზე მეტად ინარჩუნებს თურქულ კულტურას. რუმის ანუ იკონიის სასულთნო იყო დაშლილი თურქული სელჩუკური სახელმწიფოს დასავლეთი ნაწილი, რომელიც მათ შორის მონღოლების პერიოდშიც მეტნაკლებად იყო აგრესიის ქვეშ მათი მხრიდან. და აქედან გამომდინარე რუმის ანუ იკონიის სასულთნო ხდება შემდგომში ასე ვთქვათ, მთავარი საყრდენი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს უფრო დიდი სახელმწიფოთა გაერთიანება. აქ ყავს კიდევ ერთი ნიკეის იმპერია, რომელიც ცალკეა ჩამოყალიბებული დაშლილი ბიზანტიის ნაწილად და შესაბამისად მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ეს რუმის ანუ იკონიის სასულთნო, რომელიც აქ არის გამოკვეთილი და გახსოვთ ეს რუქნადინი, რომელიც იკონიის სულთანი იყო, უპირისპირდება თამარს. აქ არის თამარ მეფის ეპოქა ამ დროს და საქართველოში შამქორისა და ბასიანის ბრძოლები მიმდინარეობს და ეს შამქორ-ბასიანი ფაქტობრივად არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი, რა ქვია, ძირეული ბრძოლები, რომელიც ჩვენ გქონდა ზუსტად ახლო აღმოსავლეთში პირველობის მოპოვებისთვის. და ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდებოდა, სწორედ იყო რუმის ანუ იკონიის სასულთანი.
და შესაბამისად მეოთხე ჯვაროსნულაშქრობაც რო განვიხილოთ, უნდა დავუმატოთ აქ ერთი დეტალი, რომ 1204 წელს იცით თქვენ რომ კონსტანტინოპოლი დაეცა. ხო? და კონსტანტინოპოლი ნაცვლად იმისა, რომ იერუსალიმი აეღოთ ჯვაროსნებს, შემთხვევით აიღეს რაღაცნაირად ბიზანტიის დედაქალაქი. შესაბამისად, ესეც არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რომ ბიზანტია თვითონ დასავლელ ევროპელებისთვის უკვე არ არის ამოვარდნილია კონტექსტიდან ფაქტობრივად. რაღაცა ეს არის დასუსტებული, დაუძლურებული იმპერია, რომელიც ფაქტობრივად ყველა მხრიდან იგლიჯება და ფაქტობრივად ქმნის რაღაცნაირ ისეთ წინაპირობას, რომ ეს იმპერიის დაცემა თითქოს დროის ამბავია რაღაც კუთხით. და ეს იმპერია საწყობ შორის ბევრჯერ უნდა დაცემულიყო, უბრალოდ არ დაეცა და ამაში სხვადასხვა გარემოებებმა ითამაშეს დიდი როლი ითამაშეს სხვადასხვა გარემოებებმა, ხო? აი აქ თქვენ ხედავთ უკვე ქაის ტომს, ეს სიმბოლო ზოგადად, რომელსაც ხშირად უწოდებენ ხოლმე ყაი, ასე შემდეგ, ტომის ტამღა, ეს ფაქტობრივად ანატოლიის თურქების და ყაი იყო ზოგადად ოღუზთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტო, რომელიც მე-11-13 საუკუნეების განმავლობაში ფაქტობრივად აზიიდან გადმოსახლდა ანატოლიის ტერიტორიაზე და ყაის ტომის ტამგას ორიგინალური ეს ფორმა, აი ეს რასაც ახლა ხედავთ, ეს სიმბოლო ითვლება გამძლეობის, ძალისა და ერთობის გამომხატველ სიმბოლოდ. ანუ რაღაცნაირი ეს ხო არის რაღაცა გადაწევა გვაქვს იმაში ძვლის იდეა და თითქოს რაღაცა თანაბრობის, ბალანსის, გაერთიანების და თითქოს თუ გადაწყდა, всё იშლება ეს ერთობა და იდეა ისტორიულად ეს ნიშნული ტომისა ოჯახური ხაზის ეგრეთ წოდებული სავიზიტო ბარათი იყო და ამას წარმოადგენდა და ამას გამოიყენებდნენ დროშებზე, ბეჭდებზე გამოიყენებდნენ ამ სიმბოლოს და ასევე მხედრულ აღჭურვილობაზე, ხოლო მარჯვენა ნაწილში ხედავთ ერთოღრულ ბექს, რომელიც 1280 წელს გარდაიცვალა. ფაქტობრივად მე-13 საუკუნეში მოღვაწე ერთოღრულ ბეგი, რომელიც ითვლება ოსმალთა დინასტიის პირდაპირ წინამორბედად. სწორედ ერთოღრულ ბეგმა ითამაშა დიდი როლი, რომ ოსმალთა დინასტია ჩამოყალიბებულიყო ერთიან სისტემაში და ფაქტობრივად იგი იყო, ის რა ქვია, ოსმან პირველის მამა იყო. ოსმანმა ჩამოაყალიბა ოსმალთა სახელმწიფო და ერთოღრულ ბეგი იყო მისი მამა. ძალიან გამოცდილი მმართველი, ანატოლიის ტერიტორიაზე შექმნა ძალიან მტკიცე საყრდენი, რასაც შემდგომში ოსმალეთის სახელმწიფოს შექმნას დაედო საფუძვლად და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ისტორიული წყაროები გვაქვს და ჩვენ არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია ერთოღრულ ბეგზე, იგი განიხილება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სიმბოლურ ფიგურად თურქულ-ოსმანურ ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების საქმეში და ამიტომ ყაი ტომის ტამღა, ეს ქაის ტომის ტამღა, ან კაის ტომის ტამღა, რა სხვა ვერსიები არსებობს, რაც ჩვენ შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ, ითვლება დღემდე ასოცირდება ერთოღრულის მთავარ ღირებულებებთან, სიძლიერესთან, ერთიანობასთან და ეს სიმბოლო, კაის ტომის სიმბოლო, სწორედ ტრადიციისამებრ ერთოღრულ ბეგს მიეწერება და მასზე აქვს ფაქტობრივად ისტორიოგრაფიას აქცენტი გაკეთებული, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გამორჩეული ამ შემთხვევაში მმართველი. ამგვარად ეს სიმბოლო და ეს პორტრეტი გვახსენებს თუ როგორ იქცა ეს ყაის ტამღა, კაის ტომის ტამღა იდეად, რომელიც მე ოსმალთა იმპერიის გაერთიანების მთავარი საბაბი გახდა, ერთოღრული საყრდენად დარჩა ისტორიული ფიგურა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. მე მინდა თან პარალელურად აქ ყურადღება გავამახვილო, აქეთაც გადმოვალ ხოლმე, რომ რაღაცნაირად ანალიზი ამასთანაც გქონდეს თქვენს საპროგრამოდ მასაც ცოტა დეტალებში ჩავალ და ჩავყვები ხოლმე და თან ცოტა აქეთაც გადმოვიხედოთ მნიშვნელოვანი წყაროები ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შეგვიძლია წავიკითხოთ, ხო?
ესე იგი, ზოგადად რაც უნდა მიმოვიხილოთ ახლო აღმოსავლეთში რა ხდებოდა, რა სიტუაცია იყო და თუ დააკვირდებით თქვენ აი ამ ქრონოლოგიურ ხაზს, ეს არის პერიოდი, როცა ახლო აღმოსავლეთი ჩაფლულია, ანუ ფაქტორად კონსტანტინოპოლი მე-15 საუკუნეში დაეცა და გაძლიერდა, ბოდიშით დაეცა და გაძლიერდა იქ ოსმალთა იმპერია, კონსტანტინოპოლის საბოლოო ჯამში აღიღავა პირისაგან მიწისა და დარჩა სტამბული. და ჩვენ დასავლეთში ნახეთ რა ვითარება გვაქვს უკვე, რა ვითარდება. 1415 წელი პორტუგალიელები იწყებენ საზღვაო ექსპედიციებს, ეს არის პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა, როცა პორტუგალია გააქტიურდა. შემდგომი არის 1492 წელი, ქრისტეფორო კოლუმბმა უკვე აღმოაჩინა ამერიკა და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უნდა გამოვკვეთოთ. აქ არის ტორდესილიასის ხელშეკრულება 1494 წელი უკვე პორტუგალიამ და ესპანეთმა გაიყვეს სამყარო მერიდიანის იქეთ აღმოსავლეთით და მერიდიანის დასავლეთით. მერე ვაშკო და გამას მოგზაურობა, მარტინ ლუთერის და იქ ევროპული ომები იწყება. ძალიან დაძაბული ურთიერთობაა მოკლედ ვითარება ევროპაში ამ მიმართულებით და ახლო აღმოსავლეთში ეხა დიდად არავის არ ცხელოდა სიმართლე ვგითხრათ ბიზანტიელების დასახმარებლად, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა გარკვეული სახის დაპირებები მაინც არსებობდა, მაინც უნდა გამოიკვეთოს ეს. ცოტა უკანაც რომ მოყვეთ ბიზანტიის მდგომარეობაც რომ განვიხილოთ, ჯერ არის მანასკერტის ბრძოლაში მარცხი, მერე 1204 წლის კონსტანტინოპოლის აღება და აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო, თანამედროვე ებრაელი ისტორიკოსი დევიდ იაკობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც საუბრობს მე-14 საუკუნეში ვენეციელებისა და გენუელების ეკონომიკურ გავლენაზე, ეგეოსის, ბოსფორისა და შავი ზღვების რეგიონში კიდევ უფრო გამყარებულია ამ შემთხვევაში და მყარდება მათი გავლენა. იტალიური საზღვაო გიგანტებისთვის კონსტანტინოპოლი ერთგვარ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. გარდა ეკონომიკურისა, მუდმივად იზრდებოდა ვენეციელთა პოლიტიკური გავლენებიც ეგეოსის ზღვის აუზსა და ბიზანტიის იმპერიის მიერ კონტროლებად ტერიტორიებზე და შესაბამისად ეს დასავლური გავლენა მით უფრო საინტერესოს ხდის კონსტანტინოპოლის შემდგომ განვითარებას, იმიტომ რომ ეს გავლენები რაც უფრო მძლავრი ხდება, მით უფრო მეტი მოტივაცია ეძლევა დასავლეთს, რომ კონსტანტინოპოლი ხელში ჩაიგდოს. შეიძლება ეს წინასწარო განჭვრიტოთ, ალბათ 1204 წელი ალბათ იყო ამისი განსაზღვრელი, რომ კონსტანტინოპოლი რომ აიღეს, ესეც სწორედ ვენეციელი ვაჭრების ენრიკო დანდოლოს და ვენეციის დოჟის ერთ-ერთი ის იყო. დააკვირდით ახლა კიდევ ერთ საინტერესო რუკას. ამ რუკაზე თქვენ ხედავთ ბიზანტიის იმპერიის ნარჩენს. ნახეთ, ოსმალეთის იმპერია აქ უკვე ძალიან წინ არის წასული და გააქტიურებულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვკვეთოთ ეს, რასაც აქ ხედავთ. რა მდგომარეობა აი აქ ბეილექებსაც ხედავთ და ოსმალეთის იმპერია უკვე მე-15 საუკუნისთვის 1410 წლისთვის ნახეთ როგორ გამოიყურება. თითქმის მთელი ერთადერთი ნაწილი აი ბიზანტიას რაღაცა სულ ზღაფავს უკვე რა, თითქმის არაფერი აღარ აქვს დარჩენილი ისეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიები. აქაც არის მე-20 საუკუნის ბრიტანელი ისტორიკოსი კიდევ ბიზანტიურ სივრცეს და დემოგრაფიულ მდგომარეობაზე რომ საუბრობს. და წავიკითხოთ, აბა გისმენთ მარიამ დაიწყე ამისი კითხვა. მე-18 საუკუნეებში დასავლეთი და აღმოსავლეთი მეზობლების მსგავსად ბიზანტიურმა სივრცემაც გაინცადა დემოგრაფიული პროგრესი, თუმცა ევროპელებისა და თურქებისგან განსხვავებით მან ვერ მოახერხა სამხედრო და ეკონომიკური ინსტიტუციების გადაწყობა, მომავალში ორივე ძალა მისაგება ბიზანტიის იმპერიის ამ სისუსტეებით. ხო. და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, როგორც გითხარით და ამან განაპირობა ის, რაც განაპირობა მერე უკვე. და ფაქტობრივად მერე უკვე აქტიურად იწყება ოსმალეთის სვლა და მერე აქ დეტალებია უბრალოდ წინაპირობები, უბრალოდ აღარ გავყვები, ახლა არ მინდა ესე მალე ასე ვთქვათ, გადავიდეთ ამ დეტალზე, განვაგრძოთ ახლა ქაის ტომიდან და როგორც ნახეთ, ამაზე უკვე გავგეთ. ამ ერთოღრულ მეგზე რამე კითხვა ხო არ გაქვთ? ხო. გადავიდეთ შემდგომი ოსმალეთის ბეილექებისა და სახელმწიფოს პირველი ნაბიჯები, როგორ ყალიბდება ეს სახელმწიფო და ფაქტობრივად მე გიხსნით ოსმალთა იმპერიის ჩამოყალიბებასაც, რომელსაც ცოტა მოგვიანებითაც ვისწავლით და უფრო სიღრმისეული წარმოდგენა გექნებათ მათზე.
ეს არის აი მარცხენა ილუსტრაციაზე თქვენ ხედავთ თურქი ბეგების კრებას და ეს არის ომხელების ვისაც უნდოდა ფაქტობრივად დაპირისპირება ომხელების კრება სადაც საყურადღებოა ერთი საინტერესო დეტალი რომ ისინი განიხილავენ კი არ ქეიფობენ და რაღაცა წვეულება კი არ აქვთ განიხილავენ სამხედრო და პოლიტიკური მდგომარეობას სტრატეგიებს რაც სამომავლო განვითარებისთვის უნდა დაიწყოს ზოგადად და ასახავს პერიოდს როდესაც ფაქტობრივად თურქული მომთაბარე ტომები ანატოლიაში დაბინავდნენ ეს პერიოდია ფაქტობრივად ამ დროს ყალიბდება სწორედ ეს იდეა ამ დროს აქედან მომდინარეობს მერე უფრო ვრცელი და დიდი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ამ ბეილექებიდან მცირე ბეილექებია და ერთ-ერთია ოსმანის ბეილეკი რომელიც შემდგომში დაედო საფუძვლად ოსმანთა იმპერიას და შესაბამისად მარჯვენა მხარეს რასაც ხედავთ რუკაზე შეიძლება შეამჩნიოთ ხო აი ნახეთ პირველი ნაწილი მუქი წითელით 1291 წელი როგორი პატარა პირველი ტახტზე ოსმან პირველ ტახტზე ავიდა და 1326 წელს უკვე დააკვირდით რამდენად გაზრდილია და ეს არის ბეილეკის ტერიტორია ფაქტობრივად და სხვა თურქული ბეილეკებია იმ დროისთვის უკვე ძლევამოსილი ოქროს ურდო როცა ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ილხანთა სახელმწიფო იყო მათ შორის ესაზღვრებოდა ბიზანტია ამ ბეილექებს და ეს სხვა თურქული ბეილექები ნელ-ნელა უერთდებიან ამას და უფრო ძლიერდება და ვითარდება და შესაბამისად ბეილექების ჩამოყალიბების შედეგად ჩვენ შეიძლება მოვიაზროთ რომ ოსმან პირველი ფაქტობრივად ხდება აი ამის დამფუძნებელი დამაარსებელი მე-14 საუკუნეში და აი დააკვირდით ეს არის დივანის საბჭო დივანი ჰუმაიუნი ბრწყინვალე პორტა ბაბ იალი ბრწყინვალე პორტას ძირითადად უწოდებდნენ ევროპელები ოსმალებს ოტომანთა იმპერიას ამ შემთხვევაში და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სათათბირო საბჭო რომელიც შეიძლება ითქვას გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში და ამ გადაწყვეტილებებზე იყო დაფუძნებული თითქმის მთელი აგრესიული სვლები ოსმალთა იმპერიაში რაც კი რამე მომხდარა ამ საბჭოში და ესეთი სულტანი დიდ ვერაფერს ვერ აკეთებდა ეს აქტიური როლი კი ჰქონდა მას ზოგადი გადაწყვეტილებების წარმოებაში მაგრამ დივანთა საბჭოსთან ყოველ შემთხვევაში უნდა შეეთანხმებინა ხო ასე რომ მე-14 საუკუნეში ჩამოყალიბდა ნახეთ აქ რუკაზე უფრო კარგად არის გამოკვეთილი ბეილექები ოსმან პირველის მმართველობის პირობებში 1258-1326 წლებში და ოსმან პირველმა როგორც გითხარით ჩამოაყალიბა და შექმნა დიდი ოსმალთა სახელმწიფო ეს არის მე-13-მე-14 საუკუნეები როგორ იზრდება და მარცხენა ილუსტრაციაზე სწორედ ხედავთ ოსმალ პირველს რომელიც არის ფაქტობრივად რეალური დამფუძნებელი, აი როგორი დამფუძნებელია ეს იცი დაახლოებით როგორც იყო თოღრულ ბეგი. სელჩუკი ხო არის დინასტიის დამფუძნებელი, აი შეიძლება ერთ თოღრულ ბეგი განვიხილოთ დინასტიის დამფუძნებლად, ამისი მამა იყო იგი. და ოსმანი განვიხილოთ სახელმწიფოს დამაარსებლად ფაქტობრივად ოსმან ღაზი ხო და მან დაიწყო ზუსტად ბრძოლა ძალიან დიდი სულისკვეთება ჰქონდა და მისი სახელშიც ოსმან ღაზი ეს რაღაცა დიდი სულისკვეთების ერთიანობის მაუწყებელი სახელია ეს ოსმან ღაზი და მე-14 საუკუნისთვის ფაქტობრივად თუ დავხედავთ ასევე ტრაპიზონის საიმპერატორო მიმართულებებს დავინახავთ თუ როგორ ნაწილდებოდა ტერიტორიები და აი დაახვიდით Empire of Trebizond რაც აწერია ის გენუა ეს ნაწილი ხო აი ეს კუნძულოვანი ყირიმზე არსებული ნაწილი ესეც მოიცავს ამ შემთხვევაში ტრაპიზონის ერთ-ერთ ნაწილს და ტრაპიზონი ცალკე სახელმწიფო ტრაპიზონი გახსოვთ რომ თამართან თამარის ასე ვთქვათ თამარის მეფობის პერიოდში იყო მისის ეგრეთ წოდებული სუზერენი ფაქტობრივად რა დამოკიდებული იყო თამარის საქართველოს სამეფოზე და ერთ-ერთი დამხმარე სახელმწიფო იყო
და შესაბამისად ნელ-ნელა ეს ბეილექების გაძლიერებასთან ტრაპეზონსაც მიადგებიან. ხო? რამ გამოიწვია ახლა კითხვა? ბეილექების დაწინაურება და მისი ავტონი რატომ მოხდა თქვენი აზრით ამ ბეილექების და რამ განაპირობა რომ ესენი შეიკრა ერთად? რას ფიქრობთ? ისლამის მიღებამეს? რამ? ისლამის მიღებამეს? ნუ რელიგია ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ერთიანობისა, მაგრამ უფრო აი კონკრეტული დეტალი კიდევ რა შეიძლება დავასახელოთ, რის გამოც შეიძლება მოვიაზროთ, რომ ეს ბეილექები უფრო მარტივად ამ შემთხვევაში გაერთიანდნენ, ხო? საერთო მტერი ხო არ ყავდათ? ალბათ, ეგეც საინტერესო პასუხია. საერთო მტერი, რელიგიური ერთიანობა შეიძლება მოვიაზროთ. აღმოსავლეთ დასავლეთში ბიზანტია, აქეთ მონღოლები, იქეთ ტრაპეზუნდი და ეს ერთი იდეის გარშემო გაერთიანება ძალიან მარტივი აღმოჩნდა ამ კუთხით. ბევრი მტერი ჰყავდათ და ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ და შესაბამისად ბეილექების გაერთიანება მარტივად მოხდა. 1300 წელს ოფიციალურად ყალიბდება ოსმანის ბეილეკი, რომელსაც საფუძვლად დაედო რაღაცა დაუშრეტელი სამხედრო წარმატებები, მერე უკვე სერიოზული დარტყმა 1301 წელს მიაყენეს ბიზანტიელებს, როცა ოსმალების შემდგომ გაფართოება დაიწყო ფაქტობრივად და 1326 წელს უკვე ოსმალებმა ბურსა აიღეს, ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ადგილი ანატოლიაში. ბურსას აღებამ გამოიწვია სიმბოლო იყო, ვინაიდან ბურსა გახდა მომავალი აი თქვენ ხედავთ სულტან ოსმანის შესვლა ბურსაში, მომავალი ოსმალური სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დედაქალაქი გახდა სწორედ რომ ბურსა და ბურსა იყო საყრდენი პუნქტი, პირველი ერთ-ერთი ოფიციალური საყრდენი პუნქტი, რითიც ოსმალებმა, აი დააკვირდით, ფაქტობრივად მერე სტრატეგიული სვლები განავრცეს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და კონსტანტინოპოლის ნაწილს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ, ხო? და აი ეს, ხო, ეს ნახატი, რაც ნახეთ ილუსტრაცია, სწორედ ამას ასახავს, როგორ შედის ოსმან პირველი ბურსას კედლებში და სტრატეგიული უპირატესობა მოუტანა ფაქტობრივად, დამყარდა ადმინისტრაციული სამმართველო სტრუქტურები და სავაჭრო ცენტრი გახდა ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, ესეც უნდა გამოვკვეთოთ. საერთო ჯამში ეს ყველა პროცესი რაღაცნაირ შთაბეჭდილებას გვიქმნის, რომ თითქოს მე-14 საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა ახალი იმპერიული სახელმწიფო, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი ჰქონდა და რომელიც ისე მარტივად იღებს რაღაცეებს და რაღაცეები ისე მარტივად ხდება მისთვის, რომ აშკარად ეს მსოფლიო იმპერიის არსებობას მოასწავებს სამომავლოდ. მსოფლიო იმპერია ცოტა გაზვიადებულია ჩემი შეფასებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ ჰქონდათ პრეტენზია, რომ მსოფლიო იმპერია ასევე გამხდარიყვნენ, კაიზერ რუმის მემკვიდრეები და ასე შემდეგ, ხო? ეხლა რაც შეეხება ანატოლიას, უკვე უფრო შემდგომ პერიოდში და მისი განვითარება როგორ ხდება, ორხან პირველის დროინდელ ევროპაში შესვლამდე ფაქტობრივად სანამ ისინი აქტიურად დაიწყებდნენ ევროპაში კონფლიქტებს და ორხან პირველის მმართველობის პერიოდში განსაკუთრებით იზრდება ბეილექების საზღვრები, უფრო წინ მიდის და ძლიერდება. საწყის ეტაპზე რაც ჰქონდა ოსმან ღაზის მიერ დატოვებული ტერიტორია, ძირითადად ანატოლიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, რასაც მოიცავდა. ეს ნაწილი იყო ბურსა, სოღუთი, აით ხედავთ ორივე ქალაქს, ბურსა და სოღუთი და ბილეჯიკი კიდე არის აქ ერთი დატანილი. და ეს იყო ძირითადი ტერიტორიები, რაც ორხანმა ეს საყრდენები გააძლიერა, ცენტრალიზებულ მმართველობად აქცია, ჩამოაყალიბა, შექმნა პირველი რეგულარული სამხედრო კონტინგენტი და ეს სამხედრო კონტინგენტი ეგრეთ წოდებული იასაყმო, ასე შეიძლება ჩვენ ვუწოდოთ, უპირისპირდება მერე ბიზანტიას და დაიმორჩილებს მარმარილოს სანაპიროს ისეთ სტრატეგიულ ნაწილებს, იზნიკისა და იზმიქს, რომელიც არის ორი ძირითადი დეტალი, თავარი ერთეული იზნიკ, იზმით, ორივე ქალაქი გახდა მარმარილოს სანაპიროზე თავარი საყრდენი.
ხო, შესაბამისად ორხანის მმართველობა საკმაოდ გამორჩეულია და ორხან პირველი მიეკუთვნება ოსმალეთის სახელმწიფოს იმ ტიპს, რომელიც არის ინსტიტუციური საფუძვლის ჩამომყალიბებელი. ინსტიტუციური საფუძვლის ჩონჩხი ჩამოაყალიბა ფაქტობრივად ორხან პირველმა. და ამ კუთხით ძალიან გამორჩეულია. მისი მმართველობის დროს დაიწყო მონეტები მოიჭრა, ახალი სავალუტო მიმოქცევა გააქტიურდა, შენდებოდა მეჩეთები, მადრასეები, სასწავლო ცენტრები იგივე, ხო? და ყალიბდებოდა პირველი ადმინისტრაციული სტრუქტურები, რის შემდეგაც ფაქტობრივად ბეილეკი თანდათანობით გადიოდა უფრო ორგანიზებულ ხასიათს და უფრო ძლიერდებოდა და რაღაცა საერთო სისტემურ ცენტრალიზებულ სისტემას ქმნიდა და ამ ყველაფრის შედეგად ორხანის მმართველობა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია. ასე რომ ოსმალური დინასტიის პირველი მმართველები შეიძლება ითქვას ძალიან სამართლიანი ხალხი იყო მართლაც, იმიტომ რომ მათ თავიანთი იდენტობის ჩამოყალიბებისთვის, დაცვისთვის ძალიან დიდი როლი ითამაშეს, ასევე რაღაცნაირი რელიგიურად შემწყნარებელი ტოლერანტები იყვნენ, ბევრად უფრო დიდ ყურადღებას აქცევდნენ განათლებას და ყველაზე რაც მთავარია და რაც მნიშვნელოვანია, იდეოლოგიური განათლება. იდეოლოგიური საფუძველი ფაქტობრივად რაც თავიანთი ხელისუფლების გამართლებისა და ტერიტორიული გაფართოების საკითხში სჭირდებოდა ყველაფერი გააკეთეს. აი იშვიათი შეიძლება მოძებნოთ სოფლიო ისტორიაში ასეთი ორი მნიშვნელოვანი პიროვნება სულტან ოსმან პირველი და ორხან პირველი, რომლებიც მართლას ზრუნავენ თითქმის არაფრიდან შექმნილი სახელმწიფოს ცენტრალიზებულ გარდაქმნაში. ხო, აქ გვაქვს წყარო ოსმან პირველის აი ამ ანდერძსაც რო წავიკითხავთ, ეხლა ამ ანდერძშიც კარგად დავინახავთ თუ რა როლი ჰქონდა მათ მოღვაწეობას, როგორი საინტერესოდ არის თვითონ ეს ანდერძით შედგენილი და ძალიან ისეთი. აბა წავიკითხოთ საბინა გისმენთ შვილო. თუ გნებას მე წავიკითხო რა ვიცი. თუ წაიკითხე მედი და დიახ. შვილო ყველაზე მეტ ხო, მოდი შვილო ყველაზე მეტ წავიკითხავ რომ რაღაც ჩარტებსაც გავაკეთებ და თან შვილო ყველაზე მეტი ყურადღება რელიგიის საკითხებს დაუთმე. ეს არის პირველი მისი მოწოდება, ფაქტობრივად ანდერჩი რაც უწოდია, რელიგიური მოძღვრებები მტკიცე სახელმწიფოს შენებლობის საწინდარია. ანუ დაახლოებით თეოკრატიული იდეა იყო ეს ასე ჩამოაყალიბა, ნუ მისცემ რელიგიურ თანამდებობას უპასუხისმგებლო ორგულ და ცოდვილ ადამიანებს ან დაბნეულ გულგრილ და გამოუცდელ ხალხს. ესეც ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ რეალურად აი თუნდაც ჩვენს ქვეყანას მაგალითად რა სჭირს არის ზუსტად ეს რაც აი ამ ანდერჩი წერია. და მან თავიდანვე ისეთი ადამიანები შემოიკრიბა სახელმწიფოს შენებისთვის, რაც ძალიან გავს დავით აღმაშენებლის ქმედებებს. პირდაპირ მოცემულობით. ნურთ სახელმწიფოს ადმინისტრაციას ანდობა ასეთ ხალხს. რადგანაც ადამიანს, რომელსაც არ ეშინია ყოვლის შემოქმედის ღმერთის, მას არც შექმნილის რიდი ექნება. ვინც ცოდვილია და კვალად ცოდავს ჩადის, ვერ იქნება სანდო და თავდადებული. მეცნიერები, კეთილი ადამიანები, ხელოვანები, მწერლები არიან სახელმწიფოს მშენებლობის მთავარი ძალა, მათ კეთილად და ღირსეულად მოეპყარი. როდესაც გაიგებ კეთილი ადამიანის შესახებ, დაიახლოვე ის და სიმდიდრე უწყალობე. წესრიგი დაამყარე პოლიტიკურ და რელიგიურ თანამდებობებზე. ჩემგან აიღე მაგალითი, რამე თუ მე ამ ადგილას მოვედი როგორც სუსტი წინამძღოლი და ღმერთის დახმარებით მიაღწე ყველაფერს. მართლაც ძალიან ზუსტი შეფასება. არაფრისგან შექმნა ყველაფერი. იმიტომ რომ ხასუსოვ ეს არის კონკრეტული პერიოდი მართალია ძალიან არ ყალიბდება, სანამ მონღოლები არიან რა, მე მონღოლთა ეპოქაში რომ ამე შექმნა, ცოტა უცნაური გიჟები რა, ფაქტობრივად მათთან რაღაცა შეუძლებელია ხა და ნუ მოგერიდება ამის რჩევა შენი მემკვიდრეებისთვისაც უფლის დახმარებით შეძლებს სამართლიანობისა და პატიოსნების დაცვას
რათა აღმოფხვრა სისასტიკე ყველა საქმეში დაიცავი შენი მოსახლეობა მტრის იერიშებისგან და მათი სისასტიკისგან ნახე დაიცავი და არა შეუტიე მიუხედავად იმისა რომ ჯიჰადის სკოლა არსებობს უკვე და ჯიჰადის იდეა არის ჩამოყალიბებული აქ მაინც ესეთი აქტიური კონფლიქტი იმპერიული ხაზის არ არის ნელ-ნელა იქნება ნურავის მოექცევი უსამართლოდ გაუფრთხილდი ხალხს მათივე კეთილდღეობისთვის ძალიან საინტერესო ანდერძია და მე თანხმობით ალბათ იმიტომ რომ მართლაც ამ ანდერძში არის რაღაცა მთელი სული და გული ჩადებული ამ ლოგიკით კიდევ მე მგონი გასაკვირი ამ კითხვაზე თითქმის გავეცით ხო პასუხი რამ გამოიწვია ასეთი დაწინაურება ბეილექების იმიტომ რომ ეს ორი პიროვნება ოსმანი და ორხანი ну ერთოღრულ ბეგი მათ შორის მამამისი ოსმანის იყვნენ რაღაცა საოცარი პიროვნებები მართლაც რომლებმაც იცოდნენ როგორ შექმნათ სახელმწიფო ну წიგს დაწერდნენ სავარაუდოდ დღევანდელ დღეში რო ცხოვრობდნენ როგორ შექმნათ სახელმწიფო მარტივად ხუთი გზა სახელმწიფო შექმნისთვის და რაღაც ეგეთი ალბათ იდეები ექნებოდა ჩემი შეფასებით იმიტომ რომ მართლაც საინტერესო ადამიანები იყვნენ ვიცნობდი გეუბნებით პირადად ხო 1328 წელი არის პირველი აქტიური დაპყრობა როცა საფუძველი ფაქტობრივად ჩაეყარა ბოსფორის სრუტისა და ბიზანტიის საზღვართან მდებარე ტერიტორიების გაფართოებას და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი შემდგომ 1352 წლები ამ დროს უკვე ოსმალებმა პირველად დაიკავეს და პირველად გადავიდნენ გალიპოლის ნახევარკუნძულზე და ამებს გაჩვენებთ რუკაზე ევროპის მიწაზე მიმაგდნენ რა ფაქტობრივად გალიპოლი ეს არის აქეთა ნაწილი და 1387 წელი როცა ოსმალები უკვე იმდენად ძლიერები არიან რომ იჩენდნენ ყოველ შემთხვევაში პრეტენზიას აცხადებდნენ და პრეტენზია ჰქონდათ კიდევ უფრო შორეულ ტერიტორიაზე ლაშქრობებისა და ასეთი ტერიტორიები იყო მაგალითად ბალკანეთში თესალონიკი ქალაქი საბერძნეთი მნიშვნელოვანი ნაწილი და ეხლა ცოტა უკვე ანდერძს გადაუხვიეს აი აქედან უკვე მათ მიხვდა ევროპაც მიხვდა რომ ესენი მთლად ანდერძის კვალდაკვალ ახარ მიდიანო და რაღაცა ცოტა იმპერიული ხასიათის სვლები დაიწყეს და მივედით უკვე 1360 წლისთვის სულტან მურად პირველის მმართველობაზე ზოგადად სულტან მურადი მიხვა ფაქტობრივად ორხანის ორხან პირველს მოხვა ტახტზე 1360 წელს უпростоრად რაღაცნაირად ბონუსად და შეიძლება ითქვას რომ მურადმა კიდევ უფრო გააფართოვა და თქვენ ხედავთ მუქი წითელი ეს არის მურად პირველის დასაწყისი მმართველობა რა იყო შემდგომ 1389 მურად პირველის კიდევ უფრო გაძლიერება და ტერიტორიული სვლა და მე არის ვასალური სახელმწიფოების დამორჩილება ბულგარეთის მათ შორის და სერბეთის და სწორედ მურადმა დიდი როლი ითამაშა თუნდაც ადრიანოპოლის ედირნე ასე ქვია ედირნეს აღების თვის რომელიც მოგვიანებით ევროპულ მხარეში ედირნე აი ეს გახდა მათი დედაქალაქი ორი დედაქალაქი ჰქონდათ ერთი ბურსა იყო აღმოსავლეთში დასავლეთში ედირნე და ადრიანოპოლი იგივე და ეს გახდა დედაქალაქი 1399 წელი ოსმალეთის ძალაუფლება გავრცელდა ბულგარეთის სერბეთის მიდამოებში და ფაქტობრივად ეს ტერიტორიაც დაიმორჩილეს და ეს ნაწილი უკვე გახდა ასევე საყრდენი მათი და 1399 წელი იყო შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი როცა ჩამოყალიბდა ყველაზე ძლიერი ჯარი იანიჩართა კორპუსი ფაქტობრივად დაინერგა ცენტრალიზებული საგადასახადო პრაქტიკა ადმინისტრაცია გაძლიერდა და ოსმალეთის ეს პატარ-პატარა ბეილექები უკვე ძალიან დიდ ფულებს ჭრიდნენ უხეშად რომ თქვათ და ჩამოყალიბდა სამხედრო ერთეულებიც რომელიც იანიჩრები იყვნენ ამ შემთხვევაში
და იანიჩართა კორპუსი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი სტრუქტურა და თავდაპირველად ოსმალეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების დროს ინსტიტუციურად გამართულ სტრუქტურამდე მივედით და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი და აი აქ უკვე ჩვენ გვაქვს სამხედრო წარმატებები, სამხედრო სიმძლავრე, ეკონომიკური განვითარება, რაღაცა ისეთი რელიგიური კულტურული პროგრამები და სხვადასხვა რაღაცა ქცევები, ძალიან მოქნილი დიპლომატია, რომელიც იმპერიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და ყავს კიდევ ორი სხვა ტიპი. ის ორი, რომელიც იყო ოსმან ორხანი და ეს არის მურად პირველი, რომელიც არის განსაკუთრებით და ზოგადად ორხანსაც გაორება აქვს, თან უკან არის და თან აქეთ მომავალში. შესაბამისად, ამ ორმა პიროვნებამ დიდი როლი ითამაშეს ოსმალეთის მომავალი სამხედრო იმპერიად გარდაქმნის თვის და ცენტრალიზებულობისთვის და ძალიან ბევრი დეტალზე გამახვილეს ყურადღება. და მოდი წავიკითხოთ ეს დეტალებიც. წარმატების მიზეზები რა იყო? აბა გისმენ სოფი გისმენ წაიკითხე. როგორც წესი, ოსმალებს მოწინააღმდეგის ჯართან შედარებით რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ. მაგრამ ოსმალთა შემადგენლობაში შედიოდნენ მანამდე დაპყრობილი ბალკანეთის სახელმწიფოების მთავრები, რომლებმაც parlamentis სამფლობელოების დასწავად ისლამი მიიღეს. მესამე, ოსმალთა წარმატებებს ხელს უწყობდა ბალკანელ მეფეებს შორის არსებული შოური, რამაც ისინი ოსმალთა გაერთიანებას ვერ ახდენდნენ. ხო. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გაერთიანდნენ და ეს ნაწილი დაამარცხეს. ოსმალეთის ჯარი. როგორი იყო ეს ჯარი? ზოგადად ოსმალთა ჯარი გამოირჩეოდა და ზოგადად რეგულარული ჯარის იდეა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საუკუნეების განმავლობაში თუ გინდა გადარჩენ. თუ ყავს შენ რეგულარული ჯარი და მას ამარაგებ კარგად ინახავ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ჯარი საკმაოდ ბევრ საინტერესო გზას გაგიკვალავს და აი აქ თქვენ ხედავთ ორგანიზებული ჯარია, რომელიც სხვადასხვა ბიუროკრატიული სისტემისგან სრულად დაცლილია და განისაზღვრა ფაქტობრივად მისია რა მათი. რა უნდა გააკეთოს ამ ჯარმა? მათი ერთ-ერთი მთავარი ვალია, რომ მათ დაიცვას მიწები, რომელიც ამ შემთხვევაში მათ აქვთ დაპყრობილი და დამორჩილებული. და ამ ჯარის პირველი მთავარი ელემენტი არის იანიჩართა კორპუსი. ეს არის კოლონადად ქცეული ქვეითი არმია, რომლებიც პროფესიული ქვეითი კორპუსია. ეს იბრძვის ფაქტობრივად თითქმის ყველგან, ოღონდ ემორჩილება მხოლოდ სულტნის ბრძანებებს. ეს არის ელიტარული ქვედანაყოფი, რომელიც ფაქტობრივად ოსმალთა ჯარის შემადგენელი ნაწილია. და მათი რიგები ეგრეთ წოდებული ეს არსებობდა, რა ქვია, ისა დევრიშეს სისტემა, არა, დევრიშე კი არა და რა ქვია, დევშირმეს სისტემა. დევშირმეს სისტემა იყო ესეთი რაღაც, რომ ის ივსებოდა მუდმივად სხვადასხვა ესეთი ჟანგონი ცალსე ბიჭებისგან, მათ შორის ქრისტიანები იყვნენ ძირითადად, წამოყვანილი სხვადასხვა დაპყრობილი ადამიანებისგან და ბავშვები იყვნენ ძირითადად, აი მამლუქი თუ გაქვთ ნანახი, ძველი ფილმია, ეს მამლუქის იდეა დაახლოებით, რა რომ წამოიყვანდნენ, გაზრდიდნენ, ამ ბავშვმა საერთოდ არ იცოდა ვინ იყო, ჯერ ქართველიც არ იცოდა, მგონი რო იყო და გაიუცბად ხო და ესე გაიზრდებოდა და ეხლა კავკასიური ჯარისკაცები, ჯარი ყავდათ ძირითადად. ეს იყო სულ ასეთი დაკომპლექტებული დევშირმეს სისტემა, ასე მოიაზრებოდა. სამხედრო პრაქტიკა ჰქონდათ ფაქტობრივად, მუშკეტები ჰქონდათ, არბალეტები, მშვილდები, ძალიან მკაცრ წვნაზე იყვნენ გადასულები და სულ მწვრთნაში იყვნენ, უმკაცრესი დისციპლინის ჯარი იყო და ყველაზე შუა საუკუნეების ყველაზე ძლიერი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალბათ იანიჩართა კორპუსი იყო, რომელიც ოსმალთა ჯარში მსახურობდა. მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო სიფაჰიები, თქვენს წიგნში ასე წერია, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება მოვიაზროთ და მათი მთავარი ფუნქცია იყო სწრაფი მანევრირება.
ეს ცოტა მსუბუქი, საშუალო და მსუბუქი კავალერია იყო, რომელიც უპირისპირდებოდა ამ შემთხვევაში და სხვა ქვედანაყოფებიც ყავდათ ამათ, მაგალითად აქ არ გვაქვს უკვე უბრალოდ სლაიდში არ მაქვს მე მოცემული, მაგალითად თოფჩები, არტილერია, რომელიც ზარბაზნები იყო, ტყის მტყორცნელთა ჯგუფი იყო, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო და რა თქმა უნდა ფლოტი ამ შემთხვევაში. და აი ნახოთ ახლა ესენი როგორ გამოიყურებიან სამხედრო რეფორმების შედეგი რა არის. აი ესეთი იანიჩართა კორპუსი თავისი აღმავლობითი ფორმებით მუსლიმური ხმალი, ეს არის ნამახუში, ასე ქვია, რომელიც გამოხატავს მოხრილი რატო არის მუსლიმური ხმალი, იცით? რას გამოხატავს ეს მუსლიმური ხმალი? აი, ამ დონემდე იყო ყველაფერი აწყობილი. ჩადებული იყო თითქოს რაღაცა კოდი, ისლამური იდეის კოდი, მუსლიმური ხმალის მოხრილი ნამახუშის იდეა არის ხმალის ესა ალაჰთან კავშირი, ფაქტო ისლამს ხო აქვს ესეთი ისლამთან კავშირი, ანუ ეს ხო არის მთვარე, ხო არის ერთ-ერთი მოხრილი სიმბოლო ეს რკალი ამ შემთხვევაში. ასე რომ ნახევარმთვარის იდეა, წვრილმთვარის იდეა ფაქტობრივად არის კავშირი ზუსტად და ეს ნამახუშის ხმალი ყველას ჰქონდა ტრადიციული ოსმალური და მათ შორის თურქული ჰერალდიკური ნიშანი გახლდათ და ეხლა წარმოგიდგენიათ თქვენ რომ შენ რო იცი რომ ალაჰის ხმალი გიჭირავს, ანუ ეს ხმალი ალაჰთან ასოცირდება, ისლამთან ასოცირდება, რა ენერგეტიკა და ძალა შეიძლება გქონოდა ამ თვალსაზრისით შენ კონკრეტულად, ხო? კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი ჩაცმის სტილი, ფერადი დეტალი, აი მაგალითად წითელი, როგორც ხედავთ, მწვანე და ოქროსფერი. და ეს წითელი, მწვანე და ოქროსფერი აღნიშნავდა ფერადობით იყო გარჩეული, რა დონისა და რა ტიპის ამ შემთხვევაში ჯარი იყო კონკრეტულად. აი მაგალითად იანიჩრებში ხშირად იყენებდნენ წითელ-მწვანე ტანსაცმელს, რომელიც გამოიყენებოდა სიფაჰების დროშებზე იყო უფრო ყვითელი ან ოქროსფერი სიმბოლიკა და ფაქტობრივად ეს იანიჩართა რეკრუტირების პროცესი, კავალერია აგერ ხედავთ აქაც სიფაჰების, ეს პროცესი იყო რაღაცა საერთო იდეა, რომ ძლიერ სახელმწიფო შექმნილი იყო, აი აქ ხედავთ უკვე სუბუქი კავალერია აკინჯები, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო. და მოდი აი ესე რომ გავყვეთ რა, ეს მაინც დავასრულოთ იანიჩართა კორპუსზე საუბარი. ეს იანიჩრების რეკრუტირება, ანუ დევშირმე ეს პროცესი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და მათ ვინც ზოგადად იანიჩართა კორპუსში იყო და ვინც ზოგადად იანიჩართა კორპუსში მსახურობდა, სახელმწიფო საგადასახადო სისტემა იყო და მაგალითად ყველა დაპყრობილ მოსახლეობას თუ იქ სადმე ვინმე ქრისტიანი იყო, ერთგვარი სახელმწიფო გადასახადი ჰქონდა ამათთვის. ასევე მიღებულნი იყვნენ ბიჭები, რომლებიც ეფექტური იყო საორგანიზაციო და მართვითი კუთხისთვის და იზრდებოდნენ ფაქტობრივად ისინი ურყევი ერთგულებით, იმიტომ რომ პირდაპირ ოსმალური არმიის მოთხოვნებზე იზრდებოდა ეს არმია და ფაქტობრივად იანიჩერნები ფართოდ გამოიყენებოდა მე-15-მე-17 საუკუნეების პირობებში. რაც შეეხება კავალერიას, სიფაჰებს, ეს არის ცხენოსანი მხედრები, თავიანთი დროშებით და ტრადიციული აღჭურვილობით არის ეს განთქმული, ვიზუალური, ეს რაღაცა ოვალური ფორმის დომინანტურობის გამომხატველია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე უნიფორმა ზოგადად რაც კი არსებობდა, ეს ბუმბულიანი ჩაფხუტები, აი დააკვირდით, თავისი გაფორმებული იარაღები, შთამბეჭდა იმას ქმნის, ხო, თუ და აი აქაც რაღაცა საოცარი აღქმა ამ არმიის და ფსიქოლოგიური იარაღიც იყო. იმიტომ რომ ეს ბუმბულებიანი იდეა სწორედ გამოხატავდა მათ დომინანტურობას. რაღაცა თავზე რო გაქვს ახლა ბულბული წამოსმული, მე მგონი ვიღაცას შეხედავ შორიდან დაინახავ და ესენი ვინ არის? ანუ რეები უკეთია, კიჟები და რაღაც ესეთი აღქმები ყოველ შემთხვევაში ასეთი გაქვს.
ესენი იყვნენ ძალიან მობილური ჯგუფები, სწრაფად გადაადგილდებოდნენ, სადაზვერო ოპერაციებში იყენებდნენ ძირითადად და ფაქტობრივად ამ ცხენოსნებს კავალერიას პირველი შეტევა სწორედ მათი იყო, მათ უნდა გადაეწყვიტათ ბრძოლის საწყისი ნაწილი. ხო, აი და ბოლო არის კიდევ მსუბუქი კავალერია, აკინჯები, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაყოფი. და ეს აკინჯები ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ ამ შემთხვევაში და აკინჯები რითი გამოირჩეოდნენ? მათ ჰქონდათ განსაკუთრებული რაღაცნაირი, აი როგორ გითხრათ, ძარცვა ალაფის ტაქტიკა რა, მოდი ასე რომ შევაფო. ძარცვავდნენ, კარგად იცოდნენ მარტივად შეეძლოთ დაშინება, დაფანტვა, სოფლების განადგურება, გადაწვა. მათი ძირითადი მიზანი იყო, რომ ოსმალთა არმიისთვის გაეთავისუფლებინათ გზა. წადი, გაათავისუფლე ისე, რომ გავიარო, ხალხი არ დამხვდეს. რაღაცა დაცვის იდეა აქვს. ასევე ჰქონდა ძალიან საინტერესო ლაშქრული ჩვევები, მოჯირითეები იყვნენ, ფლობდნენ ძალიან კარგად ცხენზე, ჯირითი იცოდნენ და სწრაფი შემტევი პოზიციებით ფაქტობრივად ავლენდნენ ყველაფერს, რასაც ავლენდნენ. შეიძლება ითქვას, რომ აი ეს სამივე ჯგუფი რეგულარული ჯარი, იანიჩრები, სიფახები და აკინჯები არის ბირთვი. აი ამ ბირთვით, კაცრი დისციპლინით ფაქტობრივად შეძლო ოსმალთა იმპერიამ, რომ ოქროს ხანაში შესულიყო სულტან სულეიმანის დროს განსაკუთრებით და წასულიყო ერთ-ერთ ყველაზე შორეულ ქალაქში, ვენაში და ვენის ალყაც კი დაიწყო ევროპაში რა. ხო, ეს არის რაც უნდა აქ გამოიკვეთოს აუცილებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი. განვაგრძოთ, ამ ნაწილიდან რამე კითხვა ხომ არ გაქვთ? გადავიდეთ უკვე კოსოვოს ბრძოლაზე. კოსოვოს ბრძოლა რატო არის მნიშვნელოვანი ზოგადად, იმიტომ რომ აქ არის სულტან მურადი, ხო, სულტან მურადმა ჩამოაყალიბა ზოგადად ეს არმია, რაც ახლა საუბრობდი ასე დეტალურად და სულტან მურადი იყო, რომელსაც ასევე კლავს აი მარჯვენა ილუსტრაციაზე ხედავთ მილოშ ობოლიც, მაგრამ სანამ ამ დეტალზე გადავალ, მოდი ჯერ ომი განვიხილოთ. რუკა რაც არის მოცემული, აქ არის მონაწილე ორი ჯგუფი, ორი მონაწილე მხარე, როგორც ხედავთ, სერბული ძალები დაახლოებით შეიძლება ეს იყოს ბულგარეთისა და სხვა ბალკანური სამთავროს მონაწილეები, ვინც არიან და სულტან მურად პირველის ჯარი, რომელიც დაახლოებით 30,000-40,000 ჯარისკაცია. ესენი ერთმანეთს ებრძვიან ბულგარელებთან ფაქტობრივად. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე დაპირისპირება ჰქონდათ მათ, მაინც შეძლეს ოსმალებმა სხვა ბალკანური ნაწილების დამორჩილება, პოლიტიკურადაც და სიმბოლურადაც ეს იყო ბრძოლა, რომელმაც განამტკიცა მთელ ბალკანეთში ოსმალთა წინსვლა. ძალიან წინ წაიყვანა ოსმალური ჯარი და აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც უნდა გამოიკვეთოს. სულტან მურად პირველის დაღუპა. ეს იყო ოსმალეთისთვის ძალიან დიდი დანაკარგი. ან სავარაუდოდ ეს იყო ლეგენდა რა, დაახლოებით ესეთი იდეა და ლეგენდის თანახმად სულტან მურადს ჭრილობა ესეთი მოკლა კოსოვოს ბრძოლის შემდეგ სერბმა მეომარმა, რომელიც ან განდევნილი იყო, ან რა ვიცი, დამარცხებული ადამიანი, რომელიც ამ შემთხვევაში მივარდება უცბად სულტანს, ჭრილობას მიაყენებს და ან მოიწამლა ან მოწამლის სავარაუდოდ მას და გარდაიცვლება და მიუხედავად ამისა, შედეგი ოსმალებისთვის მაინც იყო ძალიან ისეთი კარგი, წარმატებით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ მურადი გარდაიცვალა, ბრძოლა მოიგეს. ამას ერთადერთი დეტალი კიდევ უნდა მენტალური ეფექტიც ჰქონდა ფაქტობრივად, რომ მურადი დაიღუპა, რაღაცა უღალატოდ რა, მისი დაღუპვა იყო რაღაცა საგმირო ეპოსი. მოკლეს, ნახე კი არ დაიღუპა, მოკლეს. თან ვერაგულად მოკლეს, ან მოწამლეს, ან ამან მოკლა, ხო და იდეა ამისი მურადის განდიდება ისტორიოგრაფიაში, რომ იგი გამხდარიყო გმირი და გმირულ მითოლოგიაში გასულიყო მისი მოღვაწეობა და ყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი მნიშვნელობის სამხედრო სულისკვეთების
გამაძლიერებელი ფაქტორი თუ შეიძლება კამერები რომ ჩართოთ, ხო? ეს არის ძირითადი დეტალი, რაც უნდა გამოვკვეთოთ. აი აქ ხედავთ მურატ პირველის მკვლელობა და მერე რა თქმა უნდა მილოშ ობოლიჩის სიკვდილით დასჯა. შემდგომი დეტალი არის ბაიაზიდის მმართველობა, ბაიაზიდ პირველი ილდრიმ ასე ითქმის, ზოგადად ნიშნავს გავარდნილი მეხი. ხო, რას ნიშნავს უფრო ზუსტად თარგმნი აბასაბინა მგონი? ხო, რაღაც ესეთი უფრო აი ელვარე რა. რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა ფაქტობრივად მურატ პირველის მკვლელობის შემდეგ სულტანი და აი თუ დააკვირდებით რუკას, ეს არის ოსმალეთის იმპერიის საზღვრები, აი წითელი ფერებით. ეს წოდება მიენიჭა მისი ილდრიმ მიენიჭა ბაიაზიდს მისი საომარო ტემპის, სისწრაფის, ელვისებური ომის ხასიათის გამო ფაქტობრივად და მის დროს განსაკუთრებით ანატოლიაშიც გაძლიერდა და წინ წავიდა სამხედრო სამთავროებზე ბალკანეთში ზეწოლა გაძლიერდა დიპლომატიური და საბოლოო გამოწვევები რაც შეიძლება ითქვას ბაიაზიდს ჰქონდა ის არის რომ იგი შეიჭრა აღმოსავლეთ ანატოლიაში და 1402 წელს ერთადერთი მნიშვნელოვანი კრახი რაც განიცადა ის არის რომ 1402 ან 1403 წლებში ბაიაზიდი დაუპირისპირდა თემურ ლენგს რამაც მერე დროებით შეაჩერა ოსმალთა აღმავლობა და ფაქტობრივად მივდივართ იქამდე სადაც მივდივართ მერე აი აქ თქვენ ხედავთ სულტან ბაიაზიდის თათბირი ულემებთან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი და ბაიაზიდი აქ ზის რაღაცა ღვთისმეტყველებასა და სამართლის მცოდნეებთან ფაქტობრივად და ოსმალური ტრადიციით ზოგადად მმართველები ანუ სულტნები ყოველთვის მართავდნენ ხოლმე თათბირებს სწავლულებთან ულემებთან რათა სახელმწიფოებრივი და იურიდიული თუ რაღაცა სხვა რელიგიური საკითხები ყოფილიყო შეთანხმებული მისი მმართველობის ფარგლებში რაღაც რჩევებსაც იღებდნენ, ახალსწავლობდნენ ან სავარაუდოდ და შეიძლება ითქვას, რომ ბაიაზიდი ძალიან აქტიურად ეყრდნობოდა აი ამ ულემების პირთა რჩევებს და აი ამ პირთა რჩევებმა სხვათა შორის ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ მერე ოსმალთა იმპერია უფრო გაძლიერებულიყო და წინ წასულიყო. აქ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ბრძოლა, ნიკოპოლისის ბრძოლა, რომელიც მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ აქ ფაქტობრივად სიგიზმუნდ პირველს ლუქსემბურგის მმართველს უპირისპირდება და ნიკოპოლისში ეს არის დღევანდელი ბულგარეთი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება, ამ დაპირისპირებით ფაქტობრივად ოსმალეთის არმია პირველად აქტიურად გაიჭრა ასპარეზზე, როცა ევროპელ ეგრეთ წოდებულ ჯვაროსნებს დაუპირისპირდა და მას ებრძვის ოსმალთა არმიიდან კოალიცია, ფაქტობრივად შეკრული ევროპული კოალიცია, უნგრეთის მეფეა სიგიზმუნდ პირველი, ფრანგი, ბურგუნდიელი და სხვა რაინდული ჯგუფები, რომლებიც ასევე ჩართულები არიან და ოსმალთა არმიაში ბაიაზიდ პირველია, ბაიაზიდ ილდრიმ გავარდნილი მეხთან აქვს დაპირისპირება. ხო, 1396 წელს შედეგი ის იყო, რომ აქაც მოიგეს ოსმალებმა. ნუ რა გასაკვირია იმ სამი ბირთვის შედეგად რა ქვია. ხო, ერთადერთი ის არის, რომ მე არ მინდა, რომ ეს რომზე უკეთ რომზე მეტად არ შეიყვაროთ ოსმალები, თუმცა საკმაოდ ისეთი ის აქვს რა ქვია ამათაც აღჭურვილობა და თავისი ხრივ ისტორია, თუმცა რომთან რა მოწატანია ახლა ძალიან ისე წავედი ყოველ შემთხვევაში. ეს ევროპაში ეს ბრძოლა ქმნის ევროპაში ახალ გამოწვევებს, ახალ კრიზისულ მიდგომას, მკვეთრად გაძლიერდა და გაუარესდა სიტუაცია, ჯვაროსნული ლაშქრობები ფაქტობრივად იწყება და ამ ყველაფერს აჩერებს აი ეს პიროვნება, რომელიც თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ეს არის ადამიანი თემუკა კოჭლი თემური. ხო? და ბაიაზიდის ლაშქრობა ანატოლიაში
სწორედ ემთხვევა თემურლენგის აღზევებას ფაქტობრივად და 1402 ან 1403 წლებში 1402 წელს საერთოდ ანგორას ბრძოლაში და ილაშქრა თემურმა აქეთაც დალაშქრა მთელი მცირე აზია მიზანი სწორედ თემურლენგის იყო რომ თავისი იმპერია ცენტრში მდებარე სამარყანდიდან გაეფართოვებინა დასავლეთის მიმართულებითაც და დასავლეთამდე ჩამოსულიყო და დაპირისპირება სწორედ რომ მოუხდა ბაიაზთან ანგორას ბრძოლაში ანკარას იგივე და ფაქტობრივად ორი დიდი დამპყრობელი ანგორას ბრძოლაში ცენტრალურ ანატოლიაში ერთმანეთს დაუპირისპირდა ბაიაზიდ პირველი ილდორომ და თემურლენგი რომლებიც ანკარის ველზე ერთმანეთს შეხვდნენ. ამ ბრძოლაში ოსმალეთი სასტიკად ვერ ვიტყვი, მაგრამ დამარცხდა. ძალიან ღრმა კრიზისში ჩააგდო ფაქტობრივად ამ ყველაფერმა ოსმალეთი და ოსმალეთში იწყება ეგრეთ წოდებული ინტერგრუნუმის ხანა, რომელიც არის ინტერეგნუმის ხანა, რომელიც არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ დაქცევა ფაქტობრივად, თუმცა მაინც შეძლებენ რაღაცნაირად მერე აღდგენას თავიანთი იმპერიული ტერიტორიებისა. აქ თქვენ ხედავთ ბაიაზიდის ტყვეობას, ჟანანტუა გუერას ნახატია, როდესაც ფაქტობრივად ლეგენდისთან, აქაც ლეგენდა ჩვენ შეიძლება მოვიაზროს, რომ თემურმა ზოგადად ძალიან ძიმე შეურაცხყოფა მიაყენა ბაიაზიდს და გალიაში გამოამწყვდია რკინის გალიაში. ახლა წარმოვიდგინეთ ოსმალთა იმპერიის ესეთი სულტანი, რომ უცბად ჩასვა გალია, ნაპოლეონი მაგალითად გადაასახლეს, ძალიან კომფორტულად გადაასახლეს თან და ეს გალიაში ჩასვა ეს მერე გადაიზარდა ზოგადად დასავლურ აღმოსავლურ ეპოსებში ცნობილი სიმბოლო იმისა, რომ ფაქტობრივად ამ გალიაშივე გარდაიცვალა და ევროპულ მხატვრობაში ეს არის წამოყენებულია ბაიაზიდის დამარცხება და ტყვეობა და ამ ტყვეობას აღბეჭდავენ ხოლმე დესპინას სირცხვილად მოიხსენებენ ზოგადად და ეს არის როგორც დიდი აღმოსავლეთის მმართველის დაცემა. რაღაცა ძალიან გენიალური იდეასთან არის შედარებული და ისტორიული შედეგი რა იყო, რომ ბაიაზიდის დატყვევებამ ფაქტობრივად შეარყია ოსმალეთის ძლიერება, იმიტომ რომ ილდირემია რა ფაქტობრივად და დაიწყო სამოქალაქო ომი, შიდა დაპირისპირება, რომელიც მერე ძალიან დიდხანს გაგრძელდა 10 წლეულების განმავლობაში და ეს ყველაფერი ძალიან ცუდ შედეგებამდე მიდის ამ შემთხვევაში. შესაბამისად ანკარის ბრძოლა გახდა ერთ-ერთი მწვავე წერტილი, რამაც ოსმალთა იმპერიაში პოლიტიკური ანგაჟირება, კრიზისი მოიტანა, მერე უცბად აღორძინება, გლობალური დაპირისპირება, რაღაცა მოზღვავებული ექსპანსიები, რაც ჰქონდა თვითონ ილდერემს გამოკვეთა და აი აქ ხედავთ ანგორის ბრძოლას, ანკარას ბრძოლას, რომელიც 1402 წელს მოხდა. აქ უკვე ბაიაზიდ პირველს საკმაოდ ძლევამოსილი არმია ჰყავს, როგორც ხედავთ, იანიჩრები, აზაპები, კიდევ ვინ არის აქ, სიფაჰები, რომლებიც ჩართულები არიან. ხოლო მეორე მხარეს არის თემურლენგის უზარმაზარი არმია, რომელიც ასევე სავსეა სპარსული ცენტრალიზებული დანაყოფებით მათ შორის, რომლებიც ერთვებიან ზოგადად ამ ბრძოლებში. აი ხედავთ აქ სპილოებია მათ შორის გამოყენებული და ეს გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კიდევ მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ანგორის ბრძოლის მარცხის მიზეზია, ბრძოლაში ოსმალთა მარცხის მიზეზი არის ის, რომ თათრები გადავიდნენ ზოგადად თემურის მხარეს და ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი. თათრების გადასვლა გახდა ამ ბრძოლაში ოსმალთა მარცხის მიზეზი და ბაიაზიდი დამარცხდა ტყვედ ჩავარდა. იმავე წელს ტყვეობაში დაჰყო ფაქტობრივად მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები და ასე დასრულდა. ეს პერიოდი 1399 წლიდან 1408 წლამდე და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება ინტერრეგნუმის პერიოდი. ეს არის 1402 წლიდან 1413 წლამდე, როდესაც ბაიაზიდს დარჩა რამოდენიმე ვაჟი, სოლიმანი, მუსა, ისა მეჰმედი, სულეიმან, სოლიმან ასე შეიძლება მოიხსენოთ კიდევ
და ისინი ერთმანეთს დაერივნენ ფაქტობრივად ტახტის გამო, როდესაც ერთიანი ცენტრი აღარ არსებობს, იწყება დაპირისპირება და ეს სამოქალაქო ომი საბოლოოდ ამ სამოქალაქო ომში საბოლოო გამარჯვებული გახდება მეჰმედ პირველი 1413-1421 წლებში. სულეიმანი, ისა, მუსა ესენი всё გაქრებიან. და პირველი გამარჯვებული ამ ბრძოლას ყავდა მუჰამად მეჰმედ პირველი, რომელიც მოახერხებს და აღადგენს სახელმწიფოს ცენტრალიზებულ სისტემას და აი აქ ხედავთ ახლა ბაიაზიდ პირველის ილდერემეს მმართველობის პირობებში როგორ გამოიყურებოდა ოსმალთა იმპერია და აქეთ არის უკვე მურად მეორის მმართველობა მეჰმედის შემდეგ 1421 წელს მურად მეორე ადის ტახტზე იგი იყო მეჰმედ პირველის შვილი გააგრძელა მამის პოლიტიკა განამტკიცა აღადგინა ცენტრალიზებული მმართველობა რაც ბაიაზიდის დროს ფაქტობრივად ჩამოვარდა ამ პერიოდში განსაკუთრებულად აქტიურად დაიწყო ექსპანსია და ეს ექსპანსია გაგრძელდა მე-17 საუკუნემდე და ევროპისთვის მერე კატასტროფულ მდგომარეობამდე მივიდოდა რომ ალბათ აეღოთ ვენაც და ვენის ალყა წარმატებით დასრულებული იყო და შეიძლება ითქვას რომ ამ რუკაზე მარცხენა მხარეს თქვენ ხედავთ ბაიაზიდის დროინდელ ოსმალეთის ტერიტორიებს 1390-იან წლებში და შემდგომ როგორ შეიცვალა ეს ტერიტორია მე-15 საუკუნის შუა ხანებში მურად მეორის მმართველობის დროს. ხო ეს მინდა კარგად გამოვკვეთოთ, იმიტომ რომ მურადმა ძალიან დიდი როლი ითამაშა 1450 წლისთვის ფაქტობრივად რომ შედეგზე გასულიყო და შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სულტანია ესეც ოსმალთა იმპერიის მმართველობაში. ანუ ფაქტობრივად მეჰმედ პირველმა და მურადმა რა გააკეთეს? ბაიაზიდის შემდეგ ისევ შეძლეს იმპერიის აღდგენა. ეს გზა არის ისევ ის გზა, რომ ოსმალთა იმპერია კვლავ გაძლიერდა, ევროპისკენ სვლა განაგრძოდა. უკვე მივედით ჩვენ ფერერა ფლორენციის საეკლესიო კრებამდე. ფერერა ფლორენციის საეკლესიო კრება მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში ფაქტობრივად დაიწყო, მიმდინარეობდა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი. ამ პერიოდში ზოგადად მიზეზი რა იყო? აქ უნდა გამოიკვეთოს, რომ უკვე ფაქტი დადგა ასეთი ყოველდღიურობაში. ვაიმე, კონსტანტინოპოლი შეიძლება დაეცეს და აი ამ დაცემის საშიშროებამ წამოჭრა ისეთი მოცემულობა, რამაც მერე ბერძნულ ეკლესიასა და რომს შორის ერთიანობის ძიების რაღაცა ელემენტები შექმნა. მოდი ეხა ხო არ გავერთიანდეთ. ანუ თუ ანუ რაღაც აი ადამიანის სიკვდილის წინ მივა და მე რო ახსენდება გაერთიანება, ესეთი იდეა მოხდა ფაქტობრივად და თან როგორი შემყურე საზოგადოება ხდება ხო ეს ევროპა? მე მგონი ევროპამ აქედან ისწავლა ეს შემყურე საზოგადოება. შეშფოთება გამოხატა უბრალოდ ალბათ ბიზანტი აქედან ისწავლა, იმიტომ რომ ბიზანტია რო დაეცა, აი შეშფოთება გამოხატა, სხვა არაფერი არ გააკეთა, მართლაც ბიზანტიის დაცემი, ნუ დაეცა. ეგ იყო. და შესაბამისად ამ პერიოდში აქტიურდება სწორედ ეს და კრების მთავარი მიზანი და მონახაზი როგორც ასეთი იყო ის რომ კრება დაიწყო ფერერაში, მერე გაგრძელდა ფლორენციაში და დასრულდა რომში. მიზანი იყო რომ იქნებ რაღაცნაირად დავეხმაროთ და აი გაწელილია ევროკავშირის ხდომებივით სამით რო ბჭობდნენ რა უნდა გაეკეთებინათ თუნდაც ჩვენი ქვეყნის მოცემულობით უვიზო მიმოსვლა შეუწყვეტეთ სამითვე ბჯელობდნენ ამ ყველაფერს და აქაც აგერ დააკვირდით მე მგონი მართლა ეს არის ოღონდ ეს ახლა აღმოჩინე 1438 წელს დაიწყო ჩვენ რა გვიჭირს სამ თვეში მოხდა და ამათთან საერთოდ თლად გაწელილია 38, 39, 40, 41, 42, 58 წელი ბჭობდნენ რა გავაკეთოთ ან დავეხმაროთ საბოლოო ჯამში ოსმალებს ებრძოდნენ რა თქმა უნდა აქ გარკვეული სახის გაერთიანება მოხდა კონსტანტინოპოლის იმპერატორმა იოანე მერვემ ხო იოანე მერვე იყო ხო იოანე მერვე პალეოლოგოსმა ძალიან დიდი იმედი გამოთქვა რომ თუ ჩვენ მივიღებთ ლათინურ ეკლესიასთან ერთობას ეს ჩვენთვის იქნება ძალიან კარგი
და დაგვეხმარებით რა ბოლო-ბოლო იდეა ან დათანხმდა ნახეთ ერთიანობა უნდა და აქ სავარაუდოდ წავიდოდა იმაზე საუბარი რომ ჩვენ თუ გავერთიანდებით ისევ აქ ეკლესიების გაერთიანება იგულისხმება პაპს რა როლი აქვს მე პაპი როგორი ხდება აქეთ პატრიარქი ყავს იქ რა ხდება პატრიარქს რა მოუვა მაშინ ჩვენ თუ პაპი გვეყოლება და როცა სიკვდილის წინ ხარ ყველაფერზე ხარ ხა წამსვლელი რა უნდა გააკეთო ხო ფაქტობრივად და ეს პელოპონესის კრება იყო ისტორიული მომენტუმი ფაქტობრივად რამაც პირველად დაამკვიდრა ისტორიაში როგორია ევროპა აი ესეთი ევროპა მაგალითად 8 წელი ბჭობდნენ რა უნდა გააკეთებინათ და თქვენ ხედავთ აქ ევგენი მე-4-ს პაპის პორტრეტი რომელიც და მისი გერბი აქტიურად უჭერდა ყოველ შემთხვევაში ეს პაპი მხარს რომ მოდი გავერთიანდეთ და ოსმალებს ვაჩვენოთ რაც საჩვენებელია რეალურად და იქნება რაღაცნაირად ის ვქნათ და შედეგზე გავიდეთ და შესაბამისად ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრება რაც კი შეიძლება ითქვას რომ ამ კრებას უნდა ქონოდა შედეგი და ევგენიც ამ კუთხით ჩართული იყო მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი ოსმალეთს ვინმე შეაჩერებდა ან კიდე ეს ფოტოც ილუსტრაციაც აქეთ მარჯვენა მხარეს ისეთივე მძიმეა ნახეთ თითქოს ხო რაღაც გაერთიანება რაღაცა მაგრამ აი თითქოს ხო რაღაც მაგრამ არაფერი რა რეალურად არაფერი შედეგი ამ კრებას აქტიური ისეთი არ ქონდა აქ მოკლე ქრონომეტრაჟი რო გავაკეთოთ მერე უკვე ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა ყოველ შემთხვევაში ამ კრებამ შექმნა დაიწყო მაინც რაღაცა შედეგზე გავიდნენ და ვარნის ბრძოლა იყო ერთ-ერთი რომელშიც მოიაზრება მურადისა და ოსმალურ ჯარის აქტიური დაპირისპირება ევროპულ ჯვაროსნებთან ვარნასთან ეს არის ვარნა არის იქ რა ქვია შავი ზღვის სანაპიროსთან მოკლედ სადღაც მანდარი მგონი ბულგარეთის ტერიტორიაზე ხო და უპირისპირდება ვარნის ბრძოლაში 1454 წელს აქაც მონაწილე არის პოლონეთ-უნგრეთის გაერთიანებული ჯარი რომელშიც ვლადისლავ მესამე უდგას სათავეში და ვლადისლავ მესამე აქტიურად ჩართვება ამ დაპირისპირებაში ასევე ტრანსილვანიის ვოევოდა ეგრეთ წოდებული ივანა შუნიადი რომელიც განსაკუთრებით ჩართული იყო ამ ბრძოლაში და ნუ კიდევ სხვა ქრისტიანი მთავარი ყოველ ჯვაროსნული იდეა ამას იმიტომ ერქვა და ეწოდა რომ ყველა ევროპული ჯგუფი თითქმის აქ იყო და ებრძოდნენ ოსმალთა არმიას შედეგი რა იყო ისე ოსმალებმა გაიმარჯვეს აქაც არანაირი შედეგი არ იყო ვარნის ბრძოლაში თავად მეფე ვლადისლავ მესამეც კი დაიღუპა რაზეა საუბარი მთელი სამხედრო დახმარება რაც კი რეალურად ბიზანტიას მართლა უნდა ქონოდა არაფერი შედეგი არ ქონდა ის სამხედრო კუთხითაც არაფერი შედეგი არ ქონდა და ხო ის აუცილებლად დადგა ამ ადამიანის დრო ჯენტილე ბელინის ნახატი მეჰმედ მეორე 21 წლის ბიჭი ჩემზე 4 წლით პატარა აგერმე გაკვეთის გიტარებ და ვიღაცა ტიპი გადაწყვეტს რომ ოსმალეთი აი ოსმალეთის თავარი დედაქალაქი რომელიც არის ამ შემთხვევაში ბიზანტიის უმთავრესი და ბოლო სიცოცხლე მეჰმედ მეორე ფათი გახდა ამ ახალი ოსმალური იმპერიის იდეის ავტორი და ალბათ ყველაზე ტრაგიკული მომენტის ავტორიც მსოფლიო ისტორიაში და ყველაზე საინტერესო და ყველაზე მიმზიდველი და რაღაცა საინტერესო ბრძოლა ხო მან შეძლო ინტერეგნუმის შემდეგ აღედგინა ოსმალთა იმპერია რომელიც არის ფაქტობრივად რა ბალკანეთის მიწებზე ექსპანსია მათ შორის ვარნის ბრძოლა სწორედ რომ მურადმა დაამარცხა ევროპელები და ევროპული ჯვაროსნები და მერე ამან განაგრძო და შეიძლება ითქვას რომ მურადის მმართველობის შემდეგ მეჰმედ მეორე რომელიც 1451-დან ერთ-ერთი ვერსიით ან 1454-დან სხვადასხვა წლებია ზუსტად არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია მაგრამ ამ წლებიდან მოყოლებული 1491 წლამდე იგი მოღვაწეობდა და ძალიან ძლიერ და დომინანტურ იმპერიად აქცია ოსმალთა სახელმწიფო. კონსტანტინოპოლის დაცემა, ხო, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან ამდენ ხანია ვსაუბრობ.
მეჰმედ მეორის მმართველობა დაიწყო 1453 წლის კონსტანტინოპოლის ალყა დაიწყო 5 აპრილს თითქმის 50 დღე გაგრძელდა და 29 მაისს მოხდა ამ იმპერიის დაცემა და თქვენ ხედავთ უკვე ბოლო მმართველს ბოლო წელს 1454 წელი სულტან მეჰმედ მეორის მიერ ცხუმის ასე ვთქვათ აღება და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მაგრამ ამ დეტალებს მე გავყვე, მოდი ახლა გადავიდეთ უკანასკნელ დღეებზე კონსტანტინოპოლის. თქვენ იმედი მაქვს ნახეთ ეს სერიალი, ოტომანთა აღზევების ბოლო სერია თუ არა და ნაწილს გაჩვენებთ ამ შემთხვევაში. და ოსმალთა იმპერიის ბოლო ნაწილია ვაშლი, ხო, ფაქტობრივად. ვაშლის იდეა საიდან მოდის ზოგადად? რას ფიქრობთ თქვენ? ვაშლი რატო ეწოდა? რა იყო მიზეზი, რომ ამას თუ უყურეთ, აბა უნდა იცოდეთ მაშინ. რაც ეწოდა ვაშლი? ავიღოთ ვაშლი, ხო, მეჰმედი ამას ეძახდა ვაშს, მას რა ქვია? კონსტანტინოპოლს და რატო აქვს ეს იდეა? საიდან აქვს ეს იდეა? ვაშლი როგორ? ქრისტიანობასთან ერთად. ხო, ქრისტიანული სიმბოლო არა, ფაქტობრივად ვაშლი და შესაბამისად აქედან მომდინარეობს ვაშლის დაპყრობა. იმიტომ რომ ეს იყო ქრისტიანობის მთავარი ცენტრი, რომე. რომე სხვათა შორის ბიზანტია არ ერქვა აქ. მინდა გითხრათ, რომ ბიზანტიას დაერქვა მე-16 საუკუნეში. მანამდე მას უწოდებდნენ რომეს. რომეები იყვნენ ისინი, მემკვიდრეები, ფაქტორად, ამიტომ კაიზერ რომე. ასე დაირქვა მერე ოსმალთა იმპერიის წარმომადგენელმა მეჰმედ ფათიჰ არის მეჰმედ დამპყრობელი, ფათიჰ არის დამპყრობელი და შესაბამისად კონსტანტინოპოლის აღება იყო მისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი ფაქტობრივად 1453 წლის 29 მაისი. მის დროს ძალიან გაფართოვდა, მკვეთრად გაფართოვდა, შეიძლება ითქვას და ბოსნიის, სერბეთის რა ვიცი, პელოპონესის ტერიტორიები, მათ შორის ალბანეთის, ტრაპიზონის მიმართულებით და კულტურული პოლიტიკა ხო საერთოდ საოცრება. როგორც კი დაიპყრო კონსტანტინოპოლი, გადააკეთა სტამბოლით და სტამბოლი დაარქვა. იურიდიული სამხედრო სავაჭრო სტრუქტურები მთლიანად ჩამოაყალიბა, რაც კი ზოგადად არსებობდა რაიმე პოლიტიკაში და აზიის ცენტრალურ და ევროპის გამანაწილებელ ნაწილად აქცია, შემაერთებელ ნაწილად აქცია ეს დედაქალაქი და ფაქტობრივად დაპყრობა იყო ის რაც იყო. შეიძლება ითქვას, რომ ფერერა ფლორენციის კრებაზე რომ გავყვეთ, აი შეიძლება ითქვას, რომ ამ კრებას შეეძლო ეს ბიზანტიის მცდელობა, სასოწარკვეთილი მცდელობა სიგრძიდამდე, რა, ფაქტ ბოლო აღსარებასავით არის ეს და ამას ასე უწოდებენ ლიტერატურაში, ბოლო აღსარება იყო ეს ბიზანტიის, როდესაც ოსმალეთ თუ შემოტევას უნდა გამკლავებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური შეთანხმება მაინც შედგა ამ ფლორენციის საეკლესიო კრებაზე, შედეგი რეალური ვერ დადგა. და ვარმის ბრძოლაში თუნდაც ოსმალებმაც კი ჯვაროსნებმაც კი მარცხი განიცადეს ოსმალებმა არათუ დახმარებაზე, რა დახმარებაზეა საუბარი, ხო? აქედან გამომდინარე შუა საუკუნეების სიმბოლურ დასასრულად ჩვენ შეიძლება კონსტანტინოპოლის დაცემა მივიჩნიოთ და ეს იყოს დასაწყისი ახალი დროისა და დასასრული ძველი დროისა შუა საუკუნეების. ეხლა გადავიდეთ ქალაქის განადგებად. აი თქვენ ხედავთ რუკას. ამ რუკას კარგად თუ დააკვირდებით, აქ არის მთელი თავდაცვითი სისტემა. ცნობილი სამმაგი გალავანი სახმელეთო მხრიდან აი ეს თეოდოსიუსის კედლები ამ შემთხვევაში რასაც ხედავთ. ერთი მნიშვნელოვანი საკნები, დამცავი კოშკები კიდევ, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ყურის ოქროს რქა აი აქ ჯაჭვირო არის კიდევ გამოკვეთილი, აი ეს არის ოქროს რქის ნაწილი და დრაგაშ პალეოლოგოსი, კონსტანტინე მე-11 დრაგაშ პალეოლოგოსი, რომელიც არის ბოლო თქვენთვის კარგად ცნობილი იმპერატორი, რომელიც ფაქტობრივად იცავდა მის ბოლო სიცოცხლეს, შეიძლება ითქვას. აქ რაც შეეხება
მარჯვენა მხარეს არის ეს გამოსახული კონსტანტინე მე-11 დრაგაში, ვერ მიიღო სამწუხარო დრაგა, ეკეთებინა საკმარისი დახმარებას, რომ ვერ ეხლა წარმოიდგინეთ მის ადგილზე, რო ელოდები ამ შემთხვევაში რომ რაღაცნაირად დაგეხმარება ოსმალთა ამ დაუნდობელი არმიის წინააღმდეგ და არავინდო არ მოდის და არავინდო არ გეხმარება. რა გააკეთა ეხლა თვითონ მეჰმედმა და რა როლი ითამაშა რომ მაგალითად დაახმარა. პირველი ეს არის აი ეს რასაც ხედავთ დიდ კალიბრიანი ზარბაზნები, რომელიც ფაქტობრივად არტილერიის პირველი პრეცედენტი იყო გამოყენებული, უზარმაზარი ზარბაზანი, რომელიც უნგრელმა ინჟინერმა სპეციალურად ჩამოიყვანა ორბანი. ვიქტორ ორბანი არ გეკონოთ, ეს სხვა ორბანია. ორბანი, რომელიც ამ შემთხვევაში ამზადებს სულტნისთვის, მეჰმედ მეორე ფათიჰისთვის ამ არტილერიას, ეს არის რაღაცა ეს დიდკალიბრიანი ზარბაზანი საშუალებას აძლევდა ოსმალებს, რომ დაებომბათ ის კედელი, თეოდოსის კედელი და დაახლოებით 10-მდე ბომბს ისვრიდა, ბირთს ისვრიდა თუ რა ვიცი, ქვას დიდი რკინის იმას ისვრიდა. თუ სწორად მახსოვს, 3 საათში ერთხელ იტენებოდა ეს ზარბაზანი. და ძალიან ფილმში ნახეთ ის რომ უფეთქდება საერთოდ ის რაღაც მომენტში. ამის რო შეიწირა თვითონ მეჰმედი ამან. ხო, ეს იყო რაღაცა ლოჯისტიკური მიღწევა. აი, ჯერ ერთი რომ ასეთი მძიმე იარაღის ტრანსპორტირება ხო ძალიან რთული იყო და ესე იდგა რაღაცა ქვასავით და მეორე კიდევ რომ გააოცა ამან ყველა. ერთ დროს 3 გალავანი, რომელსაც ვერავინ ვერ იღებდა, ამ ერთმა ზარბაზანმა გადაანგრია. და ეს ზარბაზანი იყო ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ფაქტობრივად მეჰმედმა გამოიყენა. კიდევ მნიშვნელოვანი დეტალი არის საზღვაო ბლოკადა და აი ეს ბლოკადა გახდა თუ დააკვირდებით თქვენ ბოსფორში, ბალთოღლუ, შემდეგ ჰამზა ბეი, რომელიც ფაქტობრივად შეძლებს და ჯაჭვს გაარღვევს. ნახეთ, აი ეს ბლოკადა, რომელიც ჯერ ხო აქ იდგა. და რა გააკეთა ახლა? გახსოვთ იქ ფილმში ნაჩვენებია ღამე აქ ხის მორებით ოქროს რქაში უნდა და მოკლედ რო შესულიყო. ამ ოქროს რქაში იყო დიდი ჯაჭვი. და ეს ჯაჭვი რაღაცნაირად უნდა ჩაეხსნათ. ან გაეწყვიტათ, ვერ გაწყვეტავდნენ ამას და შესაბამისად აი აქ ხედავთ აი რუკაზე გალათას მხარეს და ამ გალათას მხრიდან ფაქტობრივად მოახერხეს რომ გადასულიყვნენ და ბოლო შეტევა 1453 წლის 29 მაისს დაიწყო. აქ მეჰმედმა წაუს მოჭრა ხეები, ღამე მოაჭრევინა ხეები, მოისყიდა ქალაქის იქ აი აქ მცხოვრები პერას მცხოვრები ქალაქის ხალხი და ნახეთ როგორ გადააქვთ ხის ქონი წაუსვა ხეზე და ამ ქონზე გადაასრიალა ეს გემები ღამე და უცბად დილით აღმოჩნდა ფაქტობრივად აი ამ ჯაჭვში ოქროს რქაში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. ფაქტობრივად ეს იყო ყველაზე სუსტი წერტილი კიდევ. სწორედ აქეთ იყო ლუკას ნოტარასი, რომელიც გენუელი დაქირავებული რაინდი იყო და ლუკას ნოტარა ფაქტობრივად იმას უშვებოდა, რა ქვია, იცავდა, ერთადერთი იმედი იყო ფაქტობრივად კონსტანტინე მე-11 დრაგაშის, პალეოლოგოსის და ასე აიღო მეჰმედმა კონსტანტინოპოლი, დაეცა კონსტანტინოპოლი. აქეთ ხედავთ ალყას ფრონტს, მარჯვენა ნაწილში არის შესვლა უშუალოდ და ეხა რა თქვა მერე უკვე ეს არის მნიშვნელოვანი წყარო. სტამბოლში გავატარებ, აქ უკვე წინასწარი ჰქონდა განზრახული. ზოგადად კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგები არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ალბათ, ტრაგიკული ვისთვის, კონსტანტინოპოლისთვის, ბიზანტიისთვის, მაგრამ ზოგადად სოფლიოსთვისაც ძალიან ცუდი იყო, რომ ამით ფაქტობრივად შეწყდა ბიზანტიის იმპერიის არსებობა, 1000 წლოვანი ბიზანტიის იმპერიის არსებობა.
მეჰმედ მეორე ფათიჰი გახდა ისტორიაში ცნობილი 21 წლის ბიჭი, რომელმაც შუა საუკუნეები დაასრულა და რა ვიცი ხა ვიზუალურადაც არ ჩამოვარდებოდა არავის. ამ კონსტანტინოპოლის დაცემამ კულტურული გარდატეხა მოახდინა და ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ სამყაროზე ზუსტად იმიტომ რომ სასწავლო ცენტრები, ხელნაწერები, მთელი ბიზანტიური კულტურა, რაც კი რამ ერთ დროს დასავლეთთან ჰქონდა, ყველაფერი დარჩა აზიას. აზიას, ანუ კარგი გაგებით აზიას ოსმალეთს რა მოკლედ ამ შემთხვევაში და რა ვიცი, პარალელურად იწყება იქეთ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები. მოდი ახლა წავიკითხოთ ეს წყარო, აბა დაიწყე სოფია მისი კითხვა. სულთან მეჰმედმა თქვა სულთან მეჰმედმა თქვა ამ წლის სამოთხოს სტამბოლში გავატყრები ვიზნენ და სტამბოლის ციხესიმაგრესთან გავაკეთებ ტერიტორიას უერთდება ჩემოაქვს ზღვის მხრიდან ხომალდებით. ზღვაში დაახლოებით 4 ხომალდი იდგა. ხომალდები ციხესიმაგრეს მივა. კაი, მოდი მე წავკითხო. მივიდნენ და სტამბოლის ციხესიმაგრესთან გამაგდნენ ტერიტორიას ალყა ხმელეთიდანაც შემოარტყეს. იმდენი ხანია უკვე საუბრობ ალბათ გასაგებია. ხო, ტერიტორიას ალყა შემოარტყეს ხმელეთიდანაც და ზღვის მხრიდანაც ზღვაში დაახლოებით 400 ხომალდი იდგა. ხომალდები ციხესიმაგრეს მიუახლოვდნენ და დროშები გაშალეს. დანარჩენები მოიცა თქვენ 2 დარჩით, ანუ დარჩენი 3 სად გაქრა ვერ გავიგე. სასწაული თუ გინდა. ზღვაზე სრუტეზე ააგეს ხიდი, შეტევა დაიწყო, ბრძოლა 50 დღეს და ღამეს გაგრძელდა. 51 დღეს სულტანმა ქალაქის გაძარცვის ბრძანება გასცა, რაც წარმატებით განხორციელდა. ბაზრები ოქროთი ვერცხლითა და 1000 გვარი ქსოვილით გაისო, ვაჭრობა დაიწყო, მოსახლეობა ტყვე დაიყვანეს, ურწმუნოთა მართველი მოკლეს, ლამაზი ქალწულები დაპყრობელთა ხელში აღმოჩნდნენ და დაპყრობიდან პირველსავე პარასკევს აია სოფიაში სულთან მურად ხანის ღაზის და მისი შვილი სულტან მეჰმედ ხან ღაზის სახელზე ლოცვა აღავლინეს. მიქაელ დუკა ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ფაქტობრივად წყაროა ბიზანტიის ისტორიიდან, როგორ მოხდა შეტევა. ტირანმა შეტევის დღე დაასახელა და თან დასძინა, რომ არ ეძებს სხვა ალაპს გარდა ქალაქის კედლებისა და შენობებისა. დანარჩენი ტყვეები და განძევლობა დაეთქვენი ალაფი იყოს, მაშინ ყველა მადლობა გადაუხადა. ტირანი თავისი ვეზირებითა და სატრაპებით ქალაქში შევიდა, ტირანში მეჰმედ ფათიჰი იგულისხმება. წინდა უკან მონები და მეისრეები ეყენა, პოლონზე მაღალნი ჰერკულეს ეს ახალი შთამომავლები მზად იყვნენ, რომ ერთიად შებრძოლებოდნენ, როცა უდიდეს ეკლესიას მიუახლოვდა, ცხენიდან ჩამოხდა, შიგნით შევიდა და ნანახით აღფრთოვანებული და შედგა. ეს არის აია სოფიაზე საუბარი. დაინახა ერთი თურქი, რომელიც მარმარილოს ამტვრევდა. კითხა, რატომ აფუჭეფო? თურქმა უპასუხა სარწმუნოებისთვის, რომ მაშინ მან ხმლით მოკლა ის და თან დასცინა, თქვენ ტყვეები და განძევლობა გეყოფათ, ქალაქის შენობები ხომ მე მეკუთვნის. ქალაქის აღებიდან 3 დღის შემდეგ მან ნება დართო დატვირთულ ხომალდებს, თავიანთი ქალაქებისკენ გაეცურათ და რა ტვირთი იყო ხომალდებზე. ძვირფასი ტანსაცმელი, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თითბრის ჭურჭელი, აურაცხელი წიგნი, ტყვეები, მღვდლები, მოქალაქეები, ბერები, მონაზვნები, ბანაკის კაროებით სავსე იყო ტყვეებითა და სხვა ზემოთ ჩამოთვლილით. აურაცხელი წიგნი საზიდრებზე დატვირთული გაიფანტა ყველგან, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში. ერთ ნომისმად ოქროთ შეგეძლო 10 წიგნი გეყიდა. არისტოტელე, პლატონი, საღვთისმეტყველო და ნებისმიერი სახის შემკული საეკლესიო წიგნები. ზოგს ყიდნენ, ზოგს ძვირფასეულობას აძროვდნენ და ცეცხლს აძლევდნენ. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიდი ქრონიკა, გიორგი ფრანძესის ქრონიკა, ტერმა ქალაქი დაიპყრო, ვინც შეწყალებას ითხოვდა, ძარცვავდნენ და ტყვედ მიჰყავდა, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი კლავდნენ. ზოგან იმდენი გვამი ეყარა, რომ მიწაც აღარ ჩანდა. საზარელი სანახავი იყო. კეთილშობილ ქალთა და ბავშვთა კვნესატირილი დატყვევებისას ეკლესიიდან მონაზვნების თმებით თრევა, წმინდა ტაძართა ძარცვა რბევა,
ხატებს ფეხით თელავდნენ, შემკულობას ოქროვერცხლად და ძვირფას ქვებს აგლებდნენ და მათგან საწოლებსა და მაგიდებს ამზადებდნენ. აბრეშუმისა და მოოქროვილ საეკლესიო სამოსელს ცხენებს აფარებდნენ. ზოგიერთი მათგანი კი სუფრად იყენებდა და ზედს ადილობდა. ქალაქის დაცემიდან მესამე დღეს სულტანმა დიდი ტრიუმფით და მხიარულებით ახსავსე ზეიმით აღნიშნა გამარჯვება, მან გამოსცა ბრძანება ყველა ასაკის მოქალაქეს, რომელიც გადარჩა, შეეძლო გამოსულიყო თავისი სამალავიდან და თავისუფალი დარჩებოდა, ისე რომ არავინ არაფერს მოჰკითხავდა. შემდეგ მან ბრძანა, რომ დაებრუნებინათ სახლები და ქონება იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ალყამდე დატოვა ქალაქი. თუ კი ისინი დაბრუნდებოდნენ სახლებში, მათ მოექცეოდნენ თავიანთი წოდების და რელიგიის შესაბამისად, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ეს არ იკმარა, ძალიან მალე ფაქტობრივად ტრაპიზონსაც მიაშურა და დაიმორჩილა ტრაპიზონიც და ტრაპიზონის დაპყრობა ეს კონკრეტული ილუსტრაცია მოიცავს უკანასკნელი ბიზანტიის უკანასკნელი განშტოება ფაქტობრივად 1461-63 წლები, რომელიც სხვათა შორის ლათინებმა დააარსეს 1204 წელს, ჩამოყალიბდა ეს იმპერია 1204 წელს და 1461 წელს მეჰმედ მეორე ფათიჰი აღწევს ტრაპიზონში ქალაქი ხმლებით, დიპლომატებით და თავისი მთელი ამალით დანებდა. რა დანებდებოდა, ხო კონსტანტინოპოლი აიღო. ამის აღებას რა უნდოდა. და დავით კომნენოსი და მისი ოჯახი საბოლოოდ ემორჩილება, აი თქვენ ხედავთ ილუსტრაციას, მის უზენაესობა მეჰმედ ფათის. აი ამით აღიკვეთა საბოლოო ჯამში ბიზანტიური ტრადიციის და შთამომავლობის უკანასკნელი კერა. ამ იდეით მეჰმედ საშუალება მიეცა ტრაპიზონის გაერთიანებულიყო და ფაქტობრივად გაიმყარა ზღვაზე სრულად სტრატეგიული ტერიტორიები, დიდი ადგილობრივი თავადები ძალით თუ იმით ჩაბარდნენ და ფაქტობრივად ამ დროს გაიღვიძა პაპმა პიუს მეორემ და დაიწყო სიზმრის ახსნა. ეს არის ყველაზე სასაცილო მომენტი ამ გაკვეთილისთვის დასასრულს მინდა ვთქვა, რომ როგორც კი კონსტანტინოპოლი დაეცა პაპმა პიუს მეორემ დაიწყო ანტიოსმალური კოალიციის შექმნა და ამ კოალიციაში ფაქტობრივად პაპი ცდილობდა, რომ ორგანიზება ჯარი ასე ვთქვათ, შეეკრიბა და ოსმალეთის წინააღმდეგ დაწყებულიყო, ასე ვთქვათ, ახალი იერიში. კონსტანტინოპოლის დაცემა იყო შოკი. ანუ რაღაცა ეგრეთ წოდებული შოკი ჩამოყალიბდა ევროპაში. ანუ მართლა აი ხო გეუბნები შეშფოთება გამოხატეს რა. და ეხლა გაბრაზდნენ და ახალი ჯვაროსნული იდეა უნდა დაწყებულიყო, შეიქმნა ახალი ჯვაროსნული იდეის რაღაც ფორმა, როგორი უნდა ყოფილიყო. პაპი შეეცადა პიუს მეორე, რომ ინიციატივა აეღო, ჯარი გამოიძახა, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ სადაც უნდა შეკრებილიყვნენ ჯარით და იქედან წამოსულიყვნენ, ჩავიდა თვითონ პაპი და ერთი გემი დახვდა მხოლოდ და ეგეც სავაჭრო გემი იყო. ანუ ფაქტობრივად არავინ არაფერი აღარ გააკეთა. ძალიან მალე პიუსი გარდაიცვალა 1464 წელს ანკონაში და შეიძლება ითქვას, რომ ამით ალიანსი ვერ შედგა, უძლებელ პოზიციაზე დარჩნენ ოსმალები და შედეგი ის იყო, რომ მეჰმედის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ სახე აახია ევროპას პირდაპირ მნიშვნელობით, დაიმორჩილა მეჰმედმა ბალკანეთი, მცირე აზია, შავი ზღვა, დაიპყრო მთელი ბიზანტიის დაასრულა დესპოტია ბიზანტიური, ბოლო საყრდენი საბერძნეთში მორეის დესპოტატი ეგეც იყო მათ შორის და ეგეც დაიმორჩილა და ამ ეტაპიდან ბიზანტიური საქმე ეგრეთ წოდებული საბოლოოდ დაიხურა. ოსმალებმა დაიპყრეს და დაამყარეს ჰეგემონია ყველა ბიზანტიურ და ბერძნულ ტომზე, შავი ზღვის სანაპიროებზე ზოგადად, მთელ უდიდეს ტერიტორიაზე რომის იმპერიის გავლენით და საბოლოო ჯამში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ახალი
ეს იყო ყველაზე ტრაგიკული და თან ყველაზე ახალი იმპერიული რეალობა მე-15 საუკუნეში ფაქტობრივად ოსმალებმა რამდენჯერმე კიდევ გაილაშქრეს და მიაღწიეს საკმაოდ ძლიერ, ასე ვთქვათ, წარმატებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ წარმატებას ვერაფერი ვეღარ აჩერებს. მეჰმედ ფათიფი აგრძელებს ამ წარმატებებს, ძლიერდება და მე მივდივართ სულტან სულეიმანამდე, რომელიც საერთოდ სხვა სამყაროა კიდევ. შედეგი რა იყო? კონსტანტინოპოლი გახდა ახალი იმპერიული ცენტრის საყრდენი. ქალაქს სახელი შეეცვალა და დაერქვა სტამბოლი. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა ვერაფერი ვერ მოახერხა. ევროპამ შეშფოთება გამოხატა მარტო. შედეგი არ იყო, ვერაფრით ვერ დაეხმარა ევროპა ბიზანტიას და პოლიტიკური, რელიგიური თვალსაზრისითაც რო თავი მოუყაროთ, თითქმის შედეგი არაფერი არ ჰქონდა. გეოპოლიტიკური ცვლილება იყო ეს ფაქტობრივად და სიმბოლური სახეა, როგორც გითხარით, შუა საუკუნეების დასასრულისა და ახალ ეპოქას შორის. ოსმალეთის იმპერიამ დაისაკუთრა ყველა სტრატეგიული სავაჭრო გზა, რაც კი ევროპას აზიასთან აკავშირებდა, ამით ეკონომიკური უპირატესობა მოიპოვა. დაიწყო ახალი დიასპორული ალტერნატივები გაჩნდა ფაქტობრივად და ამან მერე ხელი შეუწყო რენესანსის ხანის აქტიურ გაძლიერებას და ჩამოყალიბებას და დაიწყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და ამგვარად კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგებმა არა მხოლოდ ერთი იმპერიის ბედს დაუსვა წერტილი, არამედ მთელი ევროპის რეგიონის ეკონომიკური, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, კულტურულ პარადიგმაში შეიტანა უმნიშვნელოვანესი და მთავარი გარდატეხები და აი ამით დასრულდა მთელი ამბები. ეს იყო თქვენი კონსტანტინოპოლის დაცემა. მე მგონი, რა ვიცი, ვეცადე ყოველ შემთხვევაში თავი გაბართვი იმედია, რაც მქონდა ჩემს ხელთ ასებული ცოდნა. ხო. და კიდევ ერთ ამით დავასრულებ, სულ ამით ვასრულებ ხოლმე, რომ ოდეს აღიღეს კონსტანტინოპოლი, მას ჟამსა დაბნელდა მზე აღმოსავლეთისა და საქართველო დარჩა სრულიად მუსლიმურ რკალში, რომლიდანაც თითქმის 3 საუკუნე ვეღარ გამოვედით და ჩვენს ეპოქას მერე ერქმევა ძნელბედობის ხანა. ეს არის თქვენი გაკვეთილი. აბა ეხა კითხვები თუ გაქვთ. არანაირი. ხო.